ან დასაწყისში როცა დამწყები ხარ, ყველაფერს გითხულობ რა, ყველაფერი გინდა რომ ყველაფერი მაგარი გონია, მეც მაგრამ მე ნელ-ნელა რომ მიდიხარ, უკვე რაღაცა პეტერნივით გიჩდება, თუნში რაღაცა შეხედა ეგრე ვიცი თრეშია. და უბრალოდ ვიღაცა რა იმისთვის წერს რომ დაწეროს. ხა მე რომ ვიღაცამ მითხრას რომ ფრონტი დაწერო, შეიძლება გავუშვი. რატო? ანუ რომ ალა ჩემი არ მინდა და არ მომწონს. რა დაგჭირდეს, რატო არ უნდა დაწერო? რატო უნდა დამჭირდეს მე ბიზნესს ყავს სხვა ტიპი და გააკეთოს იმან და ეხლა თუ კრიტიკული სიტუაცია რაღაცა საშინელება მოხდება მე რომ ეგ არ გავაკეთო, ოკეი, გავიჭირვებ რაღაც ეტაპი. მაგრამ მან იმაზეა რომ ანუ კი დაწერ, მაგრამ სხვა დაწეს მაგას ნახევარ დროში. კი, ეგეც არის, აბსოლუტურად. ეს მაგრამ უმეც არ ამბობს. მე რო ვსწავლობდი, ჩემი მენტორი, მაგრამ მას მე უნდა ხომ ყველაფერს ეხლა ნუ დაგუგლავ რა. მაშინ ხა მაშინ პასუხისმგებლობა ბევრად რთული იყო ვიდრე დღეს, დღეს დაგუგლოს არ გჭირდება. გამარჯობა, ეს არის დევთერაპის მე-9 ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის გიორგი დალაქიშვილი, რომელიც არის კომპანია Space-ის software architect-ი. იგი არის ასევე Microsoft-ის MVP. და ხო, გონია რომ დღევანდელი ჩვენი ეს დიალოგი ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ მეც .NET-ერი ვარ, როგორც მოგიხსენებათ და ხო, თანხმობდნენ Microsoft MVP-ს. კი. და დანარჩენზე უკვე თავად გიორგი გაგვისაუბრება. თან Microsoft-ის MVP საქართველოში სხვა არც არავინ არ არის. მიმდინარე? ხო, მიმდინარე არავინ არ არის. ანუ ორი ყავდა, ოღონდ დეველოპმენტიდან არა. ერთი მიმდინარე ყავს, ოღონდ ეს როგორც ნახე, რუსეთიდან გადმოცხოვრებული IT-შნიკი არის, ნუ დეველოპმენტში არ არის რა. Microsoft MVP-ს შეიძლება გახდე, ოღონდ დეველოპმენტში არისო? კი, ანუ Excel-ში შეიძლება გახდე Microsoft MVP, კი. კაი, მოკლედ ამაზე მე ვისაუბრებთ. ახლა მინდა რომ გიორგის მოვაყოლო ზოგადად თავის ამ რაღაც პროფესიულ თავგადასავალზე რა. გიორგი როგორ ხარ პირველ რიგში? კარგად, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო დიალოგები და თოქები არის ხოლმე და მიხარია რომ მომეცა საშუალება. უყურებ ხოლმე, ხო? ვცდილობ, კი. ბატონო, მოდი დავიწყოთ მაშინ პირველი კითხვით, რაც მე პირადად დამებადა. მაინტერესებს ზოგადად და არა მხოლოდ მე, ანუ ხშირად გვიწერენ ხოლმე კომენტარებში, რომ რა გზა, რა მიმართულება აურჩიო რა და აი ამის მიმართულებით, აი შენი გამოცდილება როგორია, რატომ აირჩიე .NET-ი, ან რა ეტაპზე აირჩიე, ან რატომ რა იყო ამის ძირითადი ძალა, ასე ვთქვათ. ხო, ეს შემთხვევით მოხდა. ანუ როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი პროგრამირებას, მაშინ ანუ C++ და რაღაცებს ვსწავლობდი, ანუ ეს .NET-ი და ანუ კარგად არ მქონდა მკვეთ ესე გააზრებული რა ისინი არსებობს, ანუ ცალკეული ენები მქონდა გაგონილი, მაგრამ ესე ასე ვთქვათ სამყარო როგორ იყო დაყოფილი ენების მიხედვით, ესეთი ის არ მქონდა და ანუ მახსოვს რომ რაღაცა წიგნს ვკითხულობდი, რომელიც იყო ანუ გრაფიკული პროგრამების კეთებაზე და ამ წიგნის კოდი იყო, ესეთი ენა იყო მაშინ, დიდი ხნის წინ იყო. ანუ ეს ენა იყო C++/CLI. ამაზე იყო მაგალითები და მე რადგან ანუ C++-ის ცოდნა ასე თუ ისე რაღაცა მქონდა, ამ წიგნს მივყვებოდი და ანუ ეს C++/CLI ერთ-ერთი managed ენა არის, რომელიც მუშაობს .NET-ის runtime-ზე, ისევე როგორც C#, Visual Basic.NET და ანუ სხვა ენები. და ანუ მოგეთ ამ ენაზე რო წერდი, ანუ აღმოჩნდა რომ თურმე .NET-ზე ვწერ. ანუ C++-ი რო კომპილირდებოდა, CLI იყო მაგის runtime-ი? კი, ანუ მოდიფიცირებული C++-ია, ასე ვთქვათ, ანუ ძალიან ისეთი სპეციფიური ენა არის, ანუ ძირითადი დანიშნულება ის იყო, რომ C++-ზე არსებული ბიბლიოთეკები ადვილად გამოგეძახებინა და არ დაგჭირვებოდა იგივე რაც C#-დან გჭირდება და ანუ პირდაპირ შეეძლო C++-ზე დაწერილ ბიბლიოთეკებთან ლაპარაკი და გამოძახება რა. ანუ ეს მაშინ რადგან .NET-ი შედარებით ახალი იყო, ამ ენის ძირითადი ფიჩარი იყო ეს, რომ ანუ თუ გჭირდებოდა .NET-ზე გინდოდა რომ გაშვებული იყო შენი პროგრამა და თან გინდოდა რომ C++-ზე დაწერილი ბიბლიოთეკები გამოგეყენებინა, ეს ენა კარგი ინსტრუმენტი იყო რა. და მე მოკლედ რაც მჭირდებოდა იმას რომ ვსერჩავდი Microsoft-ის
საიტზე რო გადავდიოდი, ანუ ყველა მაგალითი იყო C#-ზე რა, ყველგან ხდებოდა C# რა და მე ერთხელ ვთქვი რომ რა არის C# ნეტად ხო ანუ ეს სულ რო ანუ დეფოლტად რო C#-ის დოკუმენტაცია იხსნება, ესე იგი რაღაცა კაი უნდა იქ რომელი წელია? 2006 დაახლოებით. 2006 წელი. ანუ დიდი ფაფში კაუნტერ თამაშობდი. მე ჯერ პატარა ვიყავ მაგისტრის, მაგრამ ვიწყებდი. ხო, და ანუ რადგან მაგალითები სულ ხდებოდა C#-ზე, გადავწყვიტე რომ რაღაც კარგი უნდა ყოფილიყო და ნუ მოდი ამას გავეცნობი, წავიკითხავთ ხო და მოკლედ ესე აღმოჩნდი C#-ზე და მე იმის მერე წერ C#-ზე. და სხვა ტექნოლოგიებიც გიცდია, ანუ აგნოსტიკურად უდგებოდი თუ .NET-ის მინდორებს ჩვევიათ ხოლმე რომ აი იმის იქით არ იყურებიან ხო აი მარტო C#-ში მაგით და ყველაფერს მაგაზე იყენებენ იქ ფრონტი გჭირდება იქ რა ქვია იმას Blazor-ი ხო ყველაფერი გაქვთ რა ანუ მობაილები ის ზამარნი გქონათ ადრე ხა ის MyUI ანუ Android-ის სწავლა რომ მინდოდა მაშინ დავიწყე Java-ზე Android-ისთვის წერა ანუ სხვა რაღაცისთვის Java-ზე არ დამიწერია მაგრამ მალე მივანებე თავი და სამარინზე გადავედი უბრალოდ ანუ Android-ი რომ ესწავლა იმიტომ წერდი Java-ზე რო წერ ხოლმე გონია რომ C# 2.0-ზე წერ ხოლმე ისეთი verbose-ნა იყო მაშინ და იმის მერე კი დაამატეს კაი რაღაცები მაგრამ დიდად არ შეცვლილა C# ყოველთვის ასწრებდა ფიჩერებით ეს ყოველთვის ჩემ დროს ასწრებდა ყოველთვის ხო ეხაც მე ვთვლი რომ ესეა მე რომ მაშინ C#-ზე რო წერდი მაშინ ანუ ACQA-ი Java-ს მაშინ დაუმატეს. იქ Java-ს დეველოპერებმა არ გაგვიგონა. ანუ აუს იმასლა ეგ არის ახლა. ხო, ანუ ბევრი რაღაცა ეხა დაემატა Java-ს იქ value type-ები დაემატა, მე მგონი ახლა ხანს lambda-ს მსგავსი სინტაქსიც დაემატა. თუმცა ანუ C#-საც ასე ვთქვათ ეთყობა სიძველი იგივე Kotlin-ი რო აიღო ან Swift-ი რო აიღო, ბევრად უფრო ლამაზი ენა არის. C#-თან შედარებით კი იმიტომ რომ C#-ს ეთყობა რომ როცა თვითონ Hellsberg-ი რომ მაგის დიზაინს აკეთებდა აი მაგალითად იგივე კაცის TypeScript-იც მაგას გაკეთებულია და TypeScript-ის სხვანაირად გაკეთებული და ამ ეგ ტიპი ვაფშე ანუ C#-ამდე აქვს გაკეთებული Delphi-ის დიზაინერი იყო და ანუ C#-ს ეთყობა როცა დაიწყოს მაგის კეთება ანუ მანდატორული მიდგომები მაშინ ის იყო რა ანუ გაიძულება მაგალითად empty projects რო ქმნი და პირდაპირ კლასს რო გიქმნის და რო გაიუნება რომ აი ესე უნდა წერო რა ანუ მაგალითად OOP მაგრამ მე ნელ-ნელა შეეტყო C#-ს რომ ის შემოვიდა ის რაც ნუ თან მანდისიც არის ხა TypeScript-ი იყო JavaScript-ის superset-ი და უნდა მორგებოდა იმ JavaScript-ის დინამიურობას ზუსტად ისე არ გამოვიდა და ერთი კარგი ვიდეო არის თუ გაინტერესებს ანუ making TypeScript თუ რაღაც ესეთი სათაურია სადაც ისტორია არის TypeScript-ი როგორ შეიქმნა და Hellsberg-თანაც არის მოკლედ ამ ვიდეოში კარგი ვიდეოა მოკლედ ღირს ყურება იქ ვიღაცა ლაპარაკობს Google-ის თანამშრომელი ანუ Angular-ი ხო გადავიდა TypeScript-ზე და რა ბრძოლის გატანა მოუხდა მოკლედ Google-ში რომ დაეთანხმებინა რომ TypeScript-ზე წეროთ იმიტომ რომ ეხა იქ სხვა ისინია კი ბატონო Microsoft-ის ტექნოლოგია Google-ში შენი პირველი პროექტები WinForms-ი იყო? კი, ჩემი პირველი პროექტები იყო WinForms-ი. როგორც ყოველს. რა თქმა უნდა. ჩემთვისაც სხვათა შორის. მაგ თამაშებს იმას ისმე დაწერილი რა ქვია. Flappy Bird-ი მაქვს მაგაში დაწერილი და ძალიან ვერთობოდი WinForms-ით. ზოგადად ვიზუალური მხარე ჩემი არ არის და არ მიყვარს ძალიან, მაგრამ WinForms-ი არის ესეთი რომ ანუ სადაც დააგდებ კაფკას ანუ ძალიან ადვილია ესეთი არც ისე ლამაზი, მაგრამ მუშა იმის აწყობა რა. სადაც დააგდებდი იქ იყო. Backend developer-ისთვის იდეალურია რა. ხო, ანუ ის არის ანუ responsive რაღაცეები ესენი არაფერი, ნუ მაშინ არც იყო ამდენი ის, მაგრამ ვები და რაღაცეები ჩემი არ არის მოკლედ რა და აი იმაზე არ გიწერია, ხო მეორე WebNet-ი? WPF-ი. ხო. არა, WPF-ზე ფაქტიურად არ მიწერია. მიწერდი ერთი წელი. მე მიწერია, სხვათა შორის მქონდა რაღაც პროექტები დასაწყისში რა, მაგრამ იმ პერიოდშიც კი WinForms-ი მერჩივნა უფრო ბევრად უფრო მარტივი იყო და ნუ MVVM-ი არ იყო რა. ზოგადად ანუ აი MVVM-ზე უნდა მეთქვა ხა ანუ ძალიან ანუ ბევრ ადამიანმა არის ის რომ ანუ Microsoft-ი არის ის კომპანია, სადაც MVVM-ი ცნება საერთოდ ანუ WPF-ის შეიქმნა ეგ
ყველაფერი რა, ანუ მაშინ არ ქონდა ეს UI არქიტექტურა, როგორ ელაპარაკას და ითანას შემდეგ და Microsoft-ში შეიქმნა MVC-ც ფოტოშოპს. კი ბატონო. აი, იცი რა მინდა კითხვა, ანუ აი უკვე რა თქვა პირველი პროექტები დაიწყე და რაღაცა აი პირველ სამუშაოზე მინდა რომ ვისაუბროთ რა, აი როგორი იყო შენი პირველი სამუშაო ან პირველი ზოგადად .NET გამოცდილება იყო ხო როგორც ხვდები? კი. სამუშაო ფულისადაც გადაგიხადეს კოდში რეალურად, ხო? ხო, ალბათ კი. კი, პირველი სამსახური იყო ესეთი კომპანია იყო მაშინ საქართველოში BIT. ბევრმა დაიწყო იმის მერე, ანუ ბევრისთვის იყო პირველი სამსახური, მე მგონი ეხაც არსებობს, სადაც პროგრამებს წერდით, ანუ რაღაც შეკვეთებზე მუშაობდით და ქართულ კომპანიებში ვყიდიდით რა, ანუ იმ დროისთვის მე მგონი მაინც მეტნაკლებად წარმატებული, იმიტომ რომ არც ისე ბევრი კომპანია იყო ასეთი, UGT იყო ერთი და ეს მე ანუ ალბათ იყო სხვა კომპანიებიც, მაგრამ საჯარო სახელმწიფო სტრუქტურები იყო, ხო? სურველი იმიტომ რომ ძველ დროში როგორც წესი არც ისე იყო კერძო კომპანიებიც იყო, ანუ HR-ის პროგრამა, ანუ ისე მოხდა რომ მან HR-ზე წერდი, მე Onyx-ში რომ მუშაობდი, იქაც HR-ზე წერდი და მე რო გადავდიოდი სამსახურში იქაც კონდეთ HR-ის პროექტი, მაგრამ წინასწარ შევთანხმდი რომ HR-ის პროექტზე არ ვიმუშავებდი. იმიტომ რომ HR-ის წერა მაშინ იყო მოდაში და მე საქართველოს ბანკშიც HR-ის პროექტი იყო, მაგრამ იქ ამცდა მოკლედ. უნდა ყოფილიყავი, მაგრამ ამცდა. საქართველოს ბანკში C# ძირითადად ინტერნალ თულები იწერებოდა? კი, ძირითადად ინტერნალ თულები იწერებოდა, ერთადერთი იურიდიული პირების ინტერნეტ ბანკი არის, რომელიც დღესაც არის .NET-ზე დაწერილი. შენ ქონდა რაღაც მე მგონი დაწერილი მანქანას რო გაეტარებინა Slack-ის chatbot-ი, ხო? მანქანის პატრონი რო გეპოვა, ვინ იყო ნომერი, ხო? ჩვენ ძავერ პოულობ იქ მანქანას სურიგებია და ურეკავ ჩამოდი გამატარე. და რასაკეთებდა? ანუ მანქანის ნომერს რო მიწერდი, მოგწერდა პატრონის ტელეფონის ნომერს. პოსტა ნომერს. და ჩატში დაწერა, ჩატში არა, ადრე მე ტელეფონზე მოდიოდა მეილი რომ ეს მანქანა ხო. ვაუ. და მაგით შეწუხდიო და. ანუ ეხან იყავი საქართველოში? 10 წელი და 6 თვე. ვაუ. მაგაზე კითხვა, ხან როგორ უნდა გაჩერდე 10 წელი ერთი და იგივე სამსახურში? ალბათ ანუ სხვადასხვა პოზიციებზე ვმუშაობდი, ხო, თორე ისე ანუ ორი მიზეზია რა, ერთი ის რომ სხვადასხვა პოზიციებზე ვმუშაობდი და ერთი ის რომ ანუ ანუ ერთ-ერთი ყველაზე ალბათ ყველაზე კარგი სამსახური იყო, სადაც მიმუშავია. რა მხრივ? პროექტის მხრივ, კულტურის მხრივ, კომპანიის კულტურის მხრივ თუ? ანუ დაწყობილი იყო, ასე ვთქვათ, აწყობილი სისტემა იყო, ანუ იყო ტესტერები, ცალკე რავი, ანუ ორგანიზებული იყო. ხო, ანუ ორგანიზაციულობა. ეს ორგანიზაციულობა რაც მეტია ბიუროკრატიასაც კი ზრდის, მაგრამ მაინც ასე თუ ისე ხო და აი agile-ზე ეგარ კრიტიკებას არის გამოგვივიდა და agile-ი რო იყო, ეგ არ გაწუხებდა? agile იყო ბოლოს 3 წელი. აჰა, ოკეი. მანამდე სად იყო agile? კი ბატონო. ეს ყველა კომპანიამ რომ შემოიღოს ტრანსფორმაციის ლიდები რო გაიჩნდნენ მე. ხო, მე რომ მივედი 2012-ში ერთ დიდ ოთახში ვიყავით თელი დეველოპმენტი. მაშინ მობაილ ბანკიც არ იყო. არა, მობაილ ბანკი იყო რაღაც აი ვებზე რო კეთდებოდა, არ მახსოვს რა ერქვა. ოკეი. ხო, მობაილ ბანკი შეიქმნა 2017-ში. ის მობაილ ბანკი იყო და ნუ მუშაობდა რა. გაჭირვებისას გამოდგებოდა. რაღაც ორი ის იყო, არ მახსოვს სახელები მაშინდელი ამ ტექნოლოგიების ვებზე რო წერდი და რომელიღაცაზე იყო რა დაწერილი ესეთი დიდი მსხვილი კნოპკები რა იყო. და როგორ ანუ agile არ იყო, ან ჯოლობად waterfall-ს უბერავდით თუ აი რა. კი, ხო, რავი. მუშაობდა კი, ანუ დეველოპერისთვის ბევრი არაფერი იცვლება ალბათ, ანუ იმ ტასკის ვადა, ანუ ვერ შემცირდება ვერც ესე, ვერც ისე, თუ არ გაიზრდება. გასაკეთებელი მაინც იგივე გაქვს. შეხვედრები ცერემონიების გამო არ ატარებია. ხო, ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ თიმი რო ერთად ის, ანუ რაღაცა რო გჭირდება, ეს კარგია. ანუ ადრე ტესტერები სხვა სართულზე იყვნენ და ანუ მახსოვს რომ დღეში ორჯერ ჩამოვლა ქონდა ხოლმე ამ შენ ტესტერს და
ну რაღაცა თუ გჭირდებოდა, კაი მიწერდი და ვერეკავდი ან რაღაცა, მაგრამ ანუ ეს გუნდი რო ერთად ის, მაგრამ ეგ მომწონს ყველაზე მეტად Agile-ში. რო გუნდი ერთად რო. ხო, რო გუნდი ერთად არის, კი. კი ბატონო. მე მაინტერესებს ნელ-ნელა ხო არ გადავიდეთ MVP-ის ჭრილზე მე ვიფიქრე. მაგ ჭრილში გვაინტერესებს, მოკლედ მე როგორც ხვდები, ეს Microsoft MVP არის ისეთი ტაიტლი, როგორც მაგალითად Google Developer Expert-ია, ხო? ანუ დატომ რო იგი. დაახლოებით იგივე ჭრილზეა. ხო აი მოგვიყევი ზოგადად რას ნიშნავს MVP, რა ბენეფიტები აქვს MVP-ის და როგორ მიხვედი რა? ყოველთვის მაკვირვებდა ეგ საკითხი რა, რომ აი MVP-ის ჭრილში რო უყურებ თქვათ ვიღაც უცხოელ დეველოპერებს, ხო? ყველა დეველოპერი არისო რა, ზოგი მაგალითად კონტენტ კრეატორიც კი ვიცი, ვინც Microsoft-ის MVP-ია, რა მილანი მაგალითად, ხო? ანუ ხო და ეგეთი ბევრი ვიცი კიდე რა და აი ეგ მაინტერესებდა უბრალოდ რა, რომ ვინ წყვეტს ან რა სტილით ხდება იმის არჩევა, MVP უნდა მიენიჭოს თუ არა ამ კონკრეტულ ადამიანს MVP-ს წოდება. და თავიდანვე გქონდა გააზრებული და რაღაცებს მაგის გამოაკეთებდი თუ უბრალოდ გზაში ბარეგამ ხო არა ეგ ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ანუ სულ თავიდან ანუ როცა დავიწყებს ახალი დაწყებული გქონდა C#-ზე წერა და ანუ რაღაცების სწავლის პროცესში რო ვიყავი და რაღაცას რო დაგუგლავდი ხოლმე და ხან ვიღაცის ბლოგზე აღმოჩნდებოდი, ხან ვიღაცის ბლოგზე აღმოჩნდებოდი, ყველას ჰქონდა ეს MVP-ის ლოგო. და სულ მინდოდა. მე ჩემ ბლოგზეც იყო. სულ მინდოდა რომ იმათნაირი ყოფილიყავი. ანუ ეს იყო პირველ 2-3 წელიწადში რა, მაგრამ ნუ მაშინ ალბათ იყო უფრო ოცნება და მეტი არაფერი, იმიტომ რომ არც ცოდნა მქონდა მაშინ, არც გამოცდილება მქონდა, არც არაფერი. ანუ მინდოდა თუმცა ანუ ისეთი არაფერი გამიკეთებია მაშინ რომ მიმეღწია მოკლედ მაგისტრის რა. მე მაგის მერე დიდად არც მეცალა ანუ ეს სამსახური ოჯახი ეს მოკლედ ანუ არაფერი ისეთი კონტრიბუცია არ მქონდა მოკლედ რომ მიმეღო და ნუ ბოლო წლებში ანუ დაახლოებით პუბლიკაციებს თუ ბოდიში ჩაგეჭერი ანუ ამ პერიოდში პუბლიკაციებს ძალიან ძალიან იშვიათად წელიწადში ერთხელ ორჯერ ან დაახლოებით ესე მოკლედ მერე ანუ ეს open source პროექტის კეთება დავიწყე სადღაც 2016-ში თუ 2017-ში და ნუ იქ ანუ რამდენი ანუ 4 ისეთი პროექტი მაქვს შედარებით ცნობილი ხო მაგას ცალკე ვისაუბრებ ეს იყო 2016-17 და შემდეგ წლებში მერე 2022-დან დავიწყე კონფერენციებზე სპიკერად სიარული ერთი-ორჯერ იქ თვითონ Microsoft-ს აქვს ეს community stand-up-ი არის, ანუ ვიდეო არის, სადაც online ლაპარაკობ შენ პროექტებზე და ამაზე ვილაპარაკე ჩემ ერთ-ორ პროექტზე. კი, ეს ნახე ვიდეო სხვათაში არის. ეგ იყო ალბათ 4-5 წლის წინ. მაშინაც ვცადე, მაგრამ მაშინ დამარეჯექტეს და ვერ მივიღე. და უკეთ ანუ ამ გაზაფხულზე, ანუ იქ რო აგზავნი MVP-ზე ფორმას, ანუ შენ იქ ბოლო 1 წლის ისინი უნდა ნამუშევრები, ასე ვთქვათ, უნდა ჩამოწერო და მოკლედ დამიგროვდა როგორც ჩანს საკმარისი. კი ბატონო. ანუ ეს კონფერენციები და open source პროექტები იყო, რაც ჩამოწერე და ნუ აღმოჩნდა რომ საკმარისი იყო. ანუ ფაქტობრივად რამე სკალა არსებობს იმისი, როგორ უნდა გახდეს ადამიანი MVP, ანუ კონტრიბუციები ახსენე წერან და ანუ ეს კონტრიბუციები, ანუ შენ რო თქვი რომ კონტენტ კრეატორებიც არიან, MVP-ები, ანუ იქ საიტზე თუ არ ვწდები 4 თუ 5 ძირითადი მიმართულება არის. ერთ-ერთი არის ეს კონტენტ კრეატორობა, მეორე არის მე მგონი ეს ბლოგები და ფორუმებზე დახმარება და ასე შემდეგ. არის ეს open source პროექტებიც, არის ეს სპიკერობა და ესე შემდეგ, ანუ არ არის აუცილებელი რომ 5-ვეში მონაწილეობდე იმისთვის რომ მიიღო რა, ანუ 1 ან მაქსიმუმ 2 ალბათ საკმარისია. იქ ესე კაცრი ისინი არ არის გაწერილი, ანუ რაღაც თვათ ესე არ უდევთ რა რის მიხედვით წვიტავენ, მაგრამ ანუ ძირითადი ის არის რომ ანუ იყო ექსპერტი შენ იმაში, შენ სფეროში და შენი ცოდნას უნდა აზიარებდე სხვადასხვა არხებით, იქნება ეს არის ვიდეო თუ ბლოგი თუ რაღაც პროექტები თუ ან სპიკერობა და პროცესი როგორია ამას რო აგზავნი ელოდები გასაუბრება თუ გასაუბრება არ გაქვს ანუ ხო ჯერ უნდა მოგეთ ვიღაცამ წარგადგინოს ეს ვიღაცა უნდა იყოს ან Microsoft-ის თანამშრომელი ან არსებული MVP წარდგენის მერე მოგდის ლინკი
რაღაც ფორმაზე, სადაც ჩამოწერ შენ პროფილს შეავსებ, ასე ვთქვათ და დაახლოებით 3 თვე ელოდები და ნუ ამ 3 წლის განმავლობაში მოგდის ყოველთვის პირველ რიცხვში იგზავნება დასტურები და უარები. მეორე ცდაზე მოგვიგდა შენ დასტური? პირველი მე მგონი 2021-22-ში ვცადე, მაგრამ მაშინ უარი მივიღე და ეს გავაგზავნე სადღაც მაისში როგორც მახსოვს და აგვისტოში მოვიდა პასუხი. მაისში თუ ძალიან კარგი. და რა შეიცვალა მე მაგის მერე შენს ცხოვრებაში? ანუ რამე ესე იგზენი თუ ტაიტლი დაემატა. თუ პროსტა ბაზვორდია რეალურად თუ რამე ბენეფიტები აქვს? მე მაინც გონია რომ community-ში უფრო შეიმჩნევა MVP-ზე შესაძლოა და community-ში უბრალოდ ეგა ძირითადად მაგის აზრი ეგრე არ არის თუ ვწდები რამეში. ამ შემოდგომაზე ვიყავი სამსახურიდან კონფერენციაზე ბარსელონაში და ამ Space-იდან და იყო რამდენიმე დეველოპერი TBC-დან. არა, დამსწრეთ. ანუ იყო რამდენიმე დეველოპერი TBC-დან, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ნუ ქართველები რო ვართ იქ მალე ანუ გავიკეთ მოკლედ და ანუ ერთ-ერთი მოდის და მეუბნება რომ ძალიან მეცნობია. და ხოდა აღმოჩნდა როგორც სადარბაზოში ცხოვრობს. იქიდან მეცნობ. და შენ გიგო Microsoft-ები ვარ. შენ ბლოგებს უყურებს. ხო, ესე აღმოჩნდა. სხვა რაფერია შესულა. სხვა აი მაგალითად ახლა LinkedIn-ზე ხო გიწერია? LinkedIn-ზე მიწერია. ანუ მეტად მეტად ყურადღების ცენტრში ხარ. ჯობების ამბავში ძირითადად ალბათ ხო მაგას ვკითხულობ. ანუ ამ MVP-ს ერთ-ერთი ბენეფიტი არის LinkedIn-ის პრემიუმი უფასოდ. LinkedIn-ის პრემიუმი. ანუ შემიძლია ისეთებს მივწერო LinkedIn-ზე, ვინც კონტაქტებში არ მყავს. ხო, connection-ის გარეშე. ხო, connection-ის გარეშე და სხვა ნუ ისეთი ხელშესახები მაინც არაფერი. ანუ ჯერ აგვისტოში აიღე ხა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ну მაგალითად ავიღოთ რაღაცა რომ დაგჭირდეს და სადმე მაგალითად ოფიციალური წერილი მიიწერო რაღაცა წონას ანუ მარტში ტარდება სპიკერებზე განსაკუთრებით მგონია რომ MVP-ებს უფრო მიაქცევენ ყურადღებას რა ხო რა ვიცი სამწუხაროდ დიდი ხო მაგრამ შენ ხა ისეთ ადგილებში იღებ მონაწილეობას რომ იქ ისეთი კონკურენციაა რომ ხო რავია ხო ანუ ვიღაც ჯონსკიტთან ერთად რომ გააგზავნია ხა იმას ხო იქ თულია ხა მოხდა ეს რომ MVP იყო. ჯონსკიტიც იყო MVP და მე Google-ში რომ მუშაობდა, მე მგონი ამის გამო მოვიწია უარის თქმა რაღაცა მახსოვს ადრე რამდენიმე წლის წინ. ანუ შეუთავსებელი იყო მე მგონი Google-მა თქმევინა უარი, როგორც მახსოვს. აშუაშია. რაღაცა იყო Microsoft-ში არ მუშაობდა. არა, Microsoft-ში არ მუშაობდა. წარმოიდგინე. ნებისმიერ შემთხვევაში ჯონსკიტად დარჩება ყოველთვის და ხო, რავი, რა მშობა აქვს. იმების წარსვე თუ არა. აბა ტიპის პირველი Google-ში რომ ამუშავე და C# რო იყენებ Google-ში ეგ ოკეია. რავი რა უჭერს რატო. და კიდე ვიღაცას ოღონდ მე მგონი თვითონ Microsoft-მა ჩამოვართა, რომელიც Amazon-ში გადავიდა. ანუ MVP იყო და Amazon-ში რო დაიწყო მუშაობა, მერე ჩამოვართა Microsoft-მა. ანუ MVP რო ხარ რაღაც ანუ არის რაღაც სესიები online teams-ში, სადაც preview feature-ებზე ლაპარაკობენ, რაც ჯერ ხო ანუ NDA-ზე აწერ ხელს და თანხდები და ნუ ალბათ ამის გამო. ერთი რაღაც მინდა ვთქვა განსაკუთრებით მაყურებელთან, რომ გიორგის ბევრი კარგი პროექტი აქვს open source-ით დაწერილი და აქედან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომელიც არის ძალიან პოპულარული ასე ვთქვათ community-ში რა, იმიტომ რომ entity framework-ის exception handling-ის ამარტივებს ხო რა. ხო და როგორც მახსოვს Nick Chapsas-მაც და სხვა content creator-ებმაც ისაუბრეს ამაზე რა და ამოვანოთ ეგ ვიდეო. ხო, კი. ხო და მაინტერესებს აი მაგამდე როგორ მიხვედი რა, იმიტომ რომ როგორც ნახე შენს mag library-ს დაახლოებით 2 მილიონამდე გადმომწერი ხავს, ხო, ნაგეთიდან. მე მგონი SQL server-ის ვარიანტს აქვს 2 მილიონი ჯამში მე მგონი 10-მდე თუ ნუ რაღაცა ეგრე აქვს. დავამატებ კითხვას. ეგ mag tool-ის დაწერა დაიწყე library-ს რა. ანუ უბრალოდ just for fun წერდი თუ შენ დაგჭირდა და მაგით. ანუ თავიდან დამჭირდა
პროექტში დამჭირდა Oracle-ისთვის გავაკეთე. მე მომბეს და ამის პროექტში copy paste-ით დარება. გადავაკეთე ბიბლიოთეკას და უბრალოდ დავამატე სხვადასხვა ბაზების ხარდაჭერა. მე იდეა რა არის? ჩავიწერე სხვადასხვა ბაზისთვის სხვადასხვანაირი API არ გამოიყენო და რაცა იდეა არის, entity frameworks რო იყენებ, entity frameworks-ი ხო აბსტრაქციას აკეთებს ამ ბაზების და ბაზაში ჩაწერისას თუ მაგალითად unique constraint-ის გამო მოგდის exception-ი, entity framework-ი ამას ფუთავს თავის exception-ში, რომელსაც თუ გინდა გაიგო ეს unique constraint-ი არის თუ არა, უნდა დაკასტო იმ ბაზის exception-ის კლასში და ჩაძვრე იმის property-ებში. მე იმის error კოდი შეადარო SQL server-ის unique constraint-ის error კოდს და ასე შემდეგ და ეს კოდი რო არ მეწერა ყველგან, ერთ ადგილას ხდება ეს და ისვრის უკვე სპეციფიურ exceptions რა და custom exceptions ისვრის და ყველა ბაზას ასაპორტებს, იმიტომ რომ ყველა ბაზის error კოდი იცის და რავი, ჩულებრივი გამოყენებადია, ყველას ჭირდება ალბათ. აბსოლუტურად. ანუ თან unique constraint-ი ისეთია, რომ წინასწარ ვერ შეამოწებ, ანუ შეიძლება წაკითხვისას არ იყოს, მაგრამ ამასობაში ვიღაცამ ჩაგიწეროს და მაინც დააწყას ეს. სანამ მაგას დაიწყებდი, ანუ არ დასერჩ შეიძლება იყო ეგეთი. თუ просто დაიწყებდი. დაწყებულო ვიღაცას ექნება რაღაც ეგეთი გაკეთებული. ანუ ალბათ გქონდათ, მაგრამ ესე ბიბლიოთეკა დარიდო არსად. და აჰო, იგი არის რა რეალურად. ხო. მე მაგალითად მქონია ეგეთი кейსები, რომ ბევრჯერ რაღაც ეგეთი fun idea მქონდა, კაი idea მქონდა, დავიწყე ძალიან ის მუღამში ვიყავი და მე უცბად რომ დავარისერჩებდი და ვიღაცას მქონდა უკვე მე მოწყენდი ხო და მაგამი წყობდა ხო და შემდეგი გადავხდები ხო. ანუ ეგ ჩემთვის ის არის რა, ანუ არ უნდა იყოს, ან თუ ვიღაცას აქვს უკვე ანუ მუღამი აღარ მაქვს. კი ბატონო. ხო და ეგ წარმატება თუ მაგ რეპოზიტორის თავიდანვე ქონდა თუ არა, ანუ მარკეტინგის გარშემო უკეთ არაფერი არ მოდის რა სამწუხაროდ, ანუ ვცდილობდი რომ გამეპიარებინა Reddit-ზე დაპოსტვით მე entity framework-ის ბლოგზე წავაწყდი რომ ანუ თვითონაც ეძებდნენ ბიბლიოთეკებს რომელსაც გააპიარებდნენ თუ რაღაც დაახლოებით ესეთი იყო და იმათ რომ მივწერე მაშინ იყო ეს პირველი community stand-up-ი entity framework-ის team-თან ერთად Julia Leirman-თან? არა, Julia არ არის. Entity framework-ის არ არის? team member-ი არ არის. უბრალოდ ციგნი აქვს დაწერილი და კურსები აქვს იმაზე plural site-ზე, თორე team-ის წევრი არ არის. link team-ი არ არის. მე მახსოვდა რომ იყო. უბრალოდ ხშირი სტუმარი არის ხოლმე იმ მაგ ვიდეოებში, თორე team-ის წევრი მეგონი არ არის, ხო? რა მე და საიდან მოვიდა ეგ ანუ Reddit-ზე რომ ქონდა გამოხმაურება? ანუ ამ Microsoft-ის იმას თვითონ მივწერე იქ. მე მგონი მეილზე მივწერე და მანდეთან. მე დავიწყე ამ ინფლუენსერებთან მიწერა და ნუ რამდენიმე დადო თავის channel-ზე და აქედან ნელა ემატებოდა. და შენ რამდენად ხშირად უშვებდი ვერსიებს, bug fix-ებს? ანუ რეალურად open source-ის იდეა ხო ისაა, რომ ანუ ხალხისგან უნდა მიიღო request-ი, feedback-ი. AWS-ის განაცხადი მიიღე, როგორც ვიცი, პროექტზე არ იყო. ეგ იყო მეორე პროექტზე. არა, მე რას ვკითხებდი, ანუ issue-ებს რამდენად გიხსნიდა ხალხი? კი, issue-ებს პრობლემები მე შეინჯექი და ამას ასწორებდი. კი, ანუ მოგეთ გაპიარება არის მნიშვნელოვანი და დოკუმენტაცია. ვიხდავდი იმისა, რომ მოსაწყენი საწერია ხოლმე, ანუ სადღაც წავიკითხე, რომ რაღაც feature-ზე დოკუმენტაცია თუ არ არსებობს, ეს feature-იც არ არსებობს მაშინ. კი, მე აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ და კი, readme-ის მოსაბეზრებელი ის არის, მაგრამ ანუ ვეცადე რომ კარგად ანუ არ არის დიდი ბიბლიოთეკა და დიდი დოკუმენტაცია არ ჭირდებოდა, მაგრამ რაც არის ის ყველაფერი ანუ თუ ვინმე აპირებს მოკლედ და discussion-ებიც იხსნება ხოლმე, GitHub-ზე discussion-ები. Discussion-ები იშვიათად, იმიტომ რომ არ არის ხა დიდი ფუნქციონალი არ აქვს. ხო, კომპაქტური და გამოყენებადი ბიბლიოთეკაა, ხო? კი, მაგრამ კითხვები არის ხოლმე. და რამდენ დროს თქო ხოლმე დაახლოებით, აი თვეში, ავიღოთ. კონკრეტულად მაგ ამ ბიბლიოთეკას ძალიან ცოტას, იმიტომ რომ ანუ
ახალი ბაზა არ გამოსულა იმის საპორტი ჩამემატებინა. ანუ იშვებს არ იხსნიან. ერთადერთი ერთი pull request-ი დავმერჯე დეკემბერში და ჯერ თავი ვერ მოვაბი რომ იმის ახალი ვერსია დამედო, იმიტომ რომ რაღაც breaking change-ების გაყოლებაც მინდა major ვერსია საწევასთან ერთად და ვერ მოვიცალე რომ ეს ფუნქციონალი დავამთავრო. მაგრამ მარტამდე უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მარტში კიდე ერთი ვიდეო უნდა დავდო ამჯერად JetBrains-თან ერთად ამ ბიბლიოთეკაზე. Nice. იმაზე გინდა მახსოვს ხო, GitHub-ისა და მაგას ვკითხავ, უბრალოდ სანამ კიდე მაგის გარდა კიდე ორი რეპოზიტორი, ხო? მაგებს ამოვანათებ რეპოზიტორებს ყოველს. მაგის გარდა მაქვს ხო, ისინი რეებია იმაზე მოგვიყვება. Tactibis Adonet's დრაივერი. რომელიც სპეციფიურია, იმიტომ რომ თვითონ Tactibis ძალიან ისეთი niche database-ი არის, ამ ბოლო დროს კი ძალიან პოპულარული გახდა. ძალიან პოპულარული, ანუ შედარებით მაინც იმასთან შედარებით რაც იყო როცა დავიწყე. 4-5 წელია დაახლოებით ამ პროექტს ვაკეთებ და შარშან ამ პროექტის გამო მივიღე AWS-ის დაფინანსება $6,000-იანი, ანუ ესეთი პროგრამა აქვს, თვეში ერთხელ არჩევენ open source projects და აძლევენ ამ $6,000-იან grants, ასე ვთქვათ, და არანაირი ვალდებულებები არ გაქვს და ეს იყო Tactibis-ზე, ხო? ეს იყო Tactibis-ზე. ანუ არანაირი ვალდებულებები არ გაქვს, რომ რაღაცეები დაამატო ან არ დაამატო, უბრალოდ გჩუხნიან მოკლედ რა. აქ გაქვს 484-ის თარი. ხო. და 17 issue გახსნელი. არ აქცე ყოველდღიურს ნუ. ეგენი რთული issue-ებია. ორი კვირის წინ, საკმაოდ ახალი, ანუ ისეთია, ცოცხალი issue-ები აქვს, 3 წლიანდელები არ არის. ერთი feature request-ი არის ძველი, ხო. კი, 2000. ჩემი გახსნილებიც არის, უბრალოდ რო არ დამავიწყდეს რისი გაკეთება მინდა, მაგრამ და 112 დახურული issue არ არის, ხო. საკმაოდ ბევრია. მაგის თავსებადობას, როგორ აკეთებ, თქვა, ყოველდღიურ საქმიანობაში, თქვა, ძნელია ეხლა რომ თქვა, თან library წერო, თან იმუშაო, თან MVP სტატიები აქვეყნო პირობითად, თან რაღაცა. თან მამა იყო. თან მამა იყო, ხო, მე ჯერ არ ვიცი და აქედან გამომდინარე, მაგის ბალანსს როგორ აკეთებ, ანუ თქვა, ძილი როგორ გაქვს? მე არ მიორგა. რაღაც კონკრეტული ვადა გამოყოფილი თქვა, რადგანაც თქვა თუნდა თვეში ან კვირაში დაუთმო თუ ესეთ დაგეგმილად არ მაქვს ხოლმე. 10-ის მერე. თქო. ყველა იგროშობით რა, თუ ვინმე რაღაცის წვაკეთებთ 10-ის მერე. 10-ის მერე თუ მეც არ მეძინება. ანუ არ მეძინება ხოლმე, მაგრამ დაღვილი ვარ ხოლმე. თუმცა ანუ ხშირი, ანუ რთულია დიდი ხნით რთულია რა, ანუ გადაღლა იცის და მეც რა მაინტერესებს, ანუ ეგეთი mindset-ით რო ხარ რა, ანუ ვაღიაროთ რომ ჩვენთან კი არა ზოგადად გლობალურად 10 ინჟინერიდან ეგეთ რაღაცებს აკეთებს 2 ან 3. ძირითადად მაინც 7 მუშაობს 10-დან 7-მდე, შეიძლება ძალიან აინტერესებს თემები, მაგრამ ესე ვთქვათ, community-ში კონტრიბუციას ბევრი ადამიანი არ აკეთებს. open source-ს ბევრი არ აკეთებს, ასე შემდეგ. უბრალოდ მაინტერესებს მაგის მენტალური მხარე რა. ანუ მაგალითად, სადმე რომ მიდიხარ ხოლმე დასასვენებლად, ან ქალაქგარეთ გადიხარ რა. მაინც ფიქრობ ამაზე, ეს რაღაცებზე, ანუ ლეპტოპი მიგაქვს მაგალითად. თუ ტოვებ. არა, თუ მივდივარ კონფერენციაზე, ლეპტოპი მიმაქვს. არა, ისე ვსილებ რომ არ წავიღო. და ამდენად მაინც ამოწმენ ხოლმე სკროლავ რაღაცებს ან კითხულობ. სკროლით კი, მაგრამ ანუ მუშაობით არა. მე მაქვს ეგეთი მენტალი issue მაქვს ალბათ, რომ ჩვენ არა, უბრალოდ რაღაც მხრივ რომ ჩვენ ამდენი წელი ამ სფეროში ხარ. 15 ხო არა? კი, იმედიც. მე 8. ლოგიკურია, ხო, ორჯერ მეტი იმიდან მე როგორ მაგებს აალაგებ. 8 წლის წინ შეიძლება გქონოდა ეს. მე მაგალითად issue მაგალითად რომ სადმე რომ მივდივარ, ან რაღაცას რო ვაკეთებ, ან ვერთობი, ან რაღაც ვაკეთებ, მგონია რომ დროს ვკარგავ.
რომ რაღაც შემილია იდეაში ამის მაგივრად, რავი, რაღაცან გავაკეთო ან ვისწავლო ან წავიკითხო ან რამეს ვიჩალიჩო, რომ რაღაცა უფრო გავიძო. აი მაგალითად თუ ერთ-ერთი რასაც ვერ ვთმობ არის ხოლმე გეიმინგი რა, ხანდახან ცოტა ვთამაშობ. და მან ხოლმე ესეთი დაკვირვებული ვარ, ამას ძალიან რენდომზე ვაკეთებდი და მე დავამუღამე რა, რომ რა შვები ხოლმე იცი, ანუ ხო თამაშობ რა, მაგალითად და თამაში როგორ ანუ მოკვდები და მე რამოდენიმე წამში ისევ თავიდან იწყებს. ის რამოდენიმე წამი ვკეცავ და რაღაცას სკროლობ და ვკითხულობ. არა, კითხვა კიდე ხომ არა, დავალება აკეთო თან პარალელურად. ეგეც გამიგეთო. ეგ ძალიან ცუდია. და კითხვას კიდე არა უჭერს, რავი, მე ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცა, რა იცი, რა შერას თქვი ეგ. მეც მაქვს, ოღონდ ეგ მაქვს უფრო Twitter-ზე და Twitter-ზე სკროლვალზე რა. იმიტომ რომ Twitter-იდან ვიღებ ზოგადად ახალ ნიუსებს და რაღაცებს, რაც .net-იც ირგვლივ ხდება. არ მინდა რომ დავისვენო. ხო და ეგ რავი, სამუშაო აქვს მაგაზე ალბათ. ანუ საერთოდ ეს ფიქრი ისეთი, ანუ პროგრამირებაში ხშირად არის ხოლმე რაღაც სამსახურში რაღაცაზე მუშაობ ვერ გააკეთებ და მე შეიძლება ისეთ დროს გაგინაცდეს და მიხვდე რისიბრალი, ეხა ანუ რომც აქტიურად არ ფიქრობდე, მაინც გეფიქრებ, მაინც ანუ შენ შეიძლება იმ დროს არ ფიქრობდე, მაგრამ ბექგრაუნდში რაღაც ფიქრობ, ანუ ეს ეგეთი კითხვა მაქვს მე, რადგან ამ contribution-ებზე, კონტენტებზე და იმებზე ვისაუბრეთ. ზოგადად დღევანდელი მდგომარეობა რა, ვინც თქვათ თვალსაჩინო ჩემს LinkedIn-ს ხშირად ყოფილა რომ Microsoft-ი გამიკრიტიკებია იმის გამო რომ ძალიან არ მომწონს ის მიმართულება, რასაც ადგას Microsoft-ი რა, ანუ მაგალითად ის რომ ყოველ რაღაცა ძალიან სწრაფად მიდის წინ. ეგ ცუდი რატო? გეტყვი. ძალიან სწრაფად მიდის, ძალიან ბევრ უსარგებლო ისეთ რაღაცას ამატებენ, რაც მილიონი წელია, რაც არსებობს .net-ში, .net ეკოსისტემაში და საერთოდ არ არის არანაირი საჭიროება, რომ ჩახლართო რა, ასე რომ თქვა და კიდევ ახალი ის დაამატო. მაგრამ ეგ ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ ვცდილობ რომ კი მოვერგო ამ ახალ რაღაც ფიჩერებს, ახალ სინტაქსებს. მაგალითად რა არ მოგწონს? ხო, მაგრამ როგორ? რა არ მოგწონს მაგალითად? კონკრეტულს მეკითხები? აი რადგან ბოლოზე რაც მახსენდება, მაგალითად feature toggle-ის ის რომ .net ხაში გამოვიდა პირობითად და მაგაზე დავწერე. ეგ რა არის feature toggle გამიხსენით? არქიტექტურაში არის feature toggle ეგეთი რაღაცა, როდესაც ახალი feature-ი გამოიწერება, კონდეს ერთი რაღაცა. არა, ეგ გავიგე, ეგ ვიცი, ჩვენც გვაქვს, მაგრამ დაამატება რას ნიშნავს, ანუ ეს ფიზიკურად დაამატეს რას ნიშნავს? ატრიბუტი დაამატეს, რომლის დახმარებითაც თვითონ C# level-ზე ხდება მაგის კონტროლი რა. რაღაც ატრიბუტს ადებზევით კლას და ის ხო. ან ჩაირთვება ან არა? კი. და რას ფიქრობ მაგაზე ზოგადად რა, რომ ძალიან კომპლექსური ხდება .net-ის ეკოსისტემა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში. ანუ ამ .net-ის ეკოსისტემაში ძირითადად ორი უკიდურესი მხარეა ხოლმე. ერთი რომელიც Microsoft-ისგან ითხოვს, რომ ყველაფრის ბიბლიოთეკა Microsoft-მა გამოუშვას და რატო არ არის მაგალითად PDF-ის წასაკითხიან და ჩასაწერი ბიბლიოთეკა წუწუნებს ხალხი და მე არის ხოლმე რომ რაღაც წარმატებული open source პროექტები რო არსებობს, ადგება Microsoft-ი და იმის ანალოგს ჩადევს .net-ში და მეორე ნახევარი გამოდის, რომ აუ რაქნა ეს Microsoft-მა და მოკლა ეს open source პროექტი. მე რომელიმე open source პროექტი ადგება ეს ავტორი და ფასიანს გახდის და მე ამას მიადგებიან ხოლმე რომ რატო გახადე ფასიანი და რატო უფასოდ არ მუშაობ თუ ჩვენი ისუებს რატო არ ფიქსავ და მე გამოჩნდებიან ისინი აი რომ Microsoft-ი რო რაღაცას ამატებდა და რო იძახდი რომ ცუდი იყო, ეხლა ხო კაიაო იმან რომ ფასიანი გახადაო და ეგრე გინდა შენო და ეგეც ბიზნესია და მარკეტინგის ამბავი უფრო რა. ანუ თვითონ C#-ში ბევრი რამე ჩაამატეს მართლა ძალიან ბოლო რამდენიმე წელში სინტაქსების ხრივ. ანუ აღარ ვიმახსოვრებ ReSharper-ს ვიყენებ და ReSharper-ი თავაზობს ხოლმე ამის ახალ სინტაქსზე გადაყენებაზე, იმაზე გადაყვანაზე. ადრე მეტნაკლებად ყველაფერი ისე პირად მახსოვდა სინტაქსი და ეხლა საერთოდ რაღაცები არსებობს, რაც არ ვიცი როგორ იწერება. აი მანდ ReSharper-ის გარშე ვერ დავწერ, იმიტომ რომ დავწერ ძველებურად, მე Alt-Enter-ს დავარტყან და გადავა ახალი იმაზე და მე საერთოდ აღმომიჩენია ზუსტად მაგიმის Rider-ის ფიჩერებით რომ რაღაც ახალი იმას და ეს არ ვიცოდი რომ ესე იყო, ანუ აი ეგ არ მომწონს რა, რომ იმდენად სწრაფად და უაზროდ ვითარდება არამხოლოდ ენა, არა გიჩვენე რომ вообще ანუ დორეთ გამითარდება. ანუ რაღაცა 3 წელში ერთხელ მაინც ხდებოდეს ეს ხდება ყოველ
ჩვენთან ძალიან მაგალითად სწრაფად ჩვენთან ხდება. არის ერთ წელიწადში ერთხელ გვაქვს WWE-ში. დოტნეტის ეგრე არის. აქაც ეგრეა. ახალი დოტნეტი გამოდის ნოემბერში, ყოველ ნოემბერს. ჩვენთან სექტემბერი, ასე ივლისში. სინტაქსური ცვლილებებიც ძალიან ხშირია. ხო. ჩვენთან ვაფშე ანუ Swift-ი შეიქმნა 2014 წელს და წარმოედგინე ხო 2014 წელს შეიქმნა, ანუ დღეს ვაფშე სხვა ენაა და ანუ ბევრი მოდერნიზაცია ხდებოდა და ცვლილება რა, იმიტომ რომ თავიდან რაღაცები არ მოსწონდა, ცუდად იყო თავიდან რაღაცები. არა, უსარგებლო, არც მარტო უსარგებლოზე კი არა, ბევრი კარგი რაღაცაც არის. მე მომწონს თან ეგ ხო open source-ია და პროპოზალები ის დამატებები რაც ამცირებს კოდს, უკეთებენი მომწონს. Global using-ები მაგალითად. Global using-ებიან ისინი namespace-ი ფიგურული ფრჩხილების გარეშე და ესეთი ჩატჩადგმული კოდი რო ყავი და აქეთ ამოდის. მე მაგალითად იმაზე ის არ მომწონს if-else-ი ფრჩხილების გარეშე. რატო? აუ საშინელე Python-ია თუ .NET-ი შარპია. ფრჩხილების გარეშე ეგ თუ ერთი ხაზი გაქვს, თორე ხო და კი და არ მომწონს ფრჩხილები არ არის. ეგ სულ ქონ, ეგ შენი არა ბრეკეტზე ამბობ. ბრეკეტზე, ეგ მეც არ მომწონს. ხო, მაგრამ ეგ სულ იყო. ეგ სულ იყო, ეგ C-შიც ეგრეა, შეგიძლია ეგრევე ჩაუწერო. იმიტომ რომ C family ენაა და მოგიდო შეგიძლია ეგ. არა, ეგ მეც არ მომწონს და ყოველთვის ხო, მეც არ მომწონს. თქვენთან ის არის ხო, ბრეკეტს ყოველთვის ახალი ხაზიდან იწყებთ, ხო? კი. ძირითადად. რო არ დაიწყო, არა, პრობლემა არ არის. შვევა ხო ეგ არის. კი. ხო, ანუ მე ეგ ყველაზე რთული გადაობა ის ხო, ხალხი მეკითხებოდა ხოლმე რომ ეს მე რო ძალიან გამიჭირდა ტექსტის შეცვლა და რო შევცვალე ხალხი მეკითხებოდა ხოლმე აი როგორ მოერიგე რა. ყველაზე აი ხო Swift-ზე გადახვალა ის C#-დან, ანუ სულ დისკომფორტი გაქვს რა რაღაცეებზე. თან მე ისე დროს გადავედი Swift-ზე, C#-დან რომ მაშინ Swift-ში async await-ი არ იყო. და ყველაფერზე გჭირდებოდა completion handler-ები და callback-ები და სულ closure-ებში იყავი სულ. და ის ძალიან ის ქონდა რა, ანუ არ მომწონდა. და მაინც ყველაზე მეტი პრობლემა ქონდა ის, რომ brackets, ანუ ყველგან Swift-ის styling-ი არის, რომ ანუ ყველგან brackets ხსნი ჯერ და მე გადამდიხარ ახალ ხაზზე რა. მაგრამ არ ვიყავი მიჩვეული. მაგრამ მე ანუ მაღაზია არ ხშირად სამობ რა, ანუ იგი იმდენად მიჩვევაზე რომ ეხა პირიქით, ეხა წეგან GIOS repository-შიც კოდში შევედი და ის რო დავინახე ეს თვალად კი არ მომწონს. ხო და ეგ არის აი ჩვეულოდ არის მიჩვევაზე რა. და რა ვიცი, წელიწადში ერთხელ ჩემი აზრით ოკეია რა. მაღაზე ნელა რო სწრაფად რო გამოვიდეს, მაგრამ სიგიჟე იქნება და მაგას ნელა რო გამოვიდეს, წეღარას თქვა ის მოხდება რომ ხალხი ვიღაცეები შენაირად მიადგებიან და რა ხდება აპდეიტი არ გამოდის და მაგრამ მაგას მე ყველაზე პოზიტიურად იქ ვუყურებ რომ open source-ია და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება თვალი ადევნო რა ფიჩერები შეიძლება გავიდეს. კი და preview კომპილატორის preview ვერსიებიც გამოდის ხოლმე. კი, მე ეგრე შვები ხოლმე Swift-ში სულ ვუყურებ რეპოზიტორის და სულ მაქვს ფუნქცია, ანუ თან ხალხი რაღაც იდეებს წერს, მე ეს იდეები ისტარება, რეიტინგი აქვს და იმის მიხედვით რა უფრო პოპულარული იქნება, იმას უშვებენ ხოლმე რა. არის ძალიან მაგარი ფიჩერები, მაგალითად რაც მომწონს, ანუ წლებია პროპოზალში არის და ანუ არავინ არ შეშვება მაგალითად. კი. C#-ში მაკროები გააქვთ? ჩემ დროს არ იყო. რები? მაკროები. C-ში რომ მაკროები არის, ესეთი მაკროები არ არის, ანუ ჩაანაცვლოს ეგრე არა. აი ჩვენთან მაგალითად ეხა 2000 წინა წელს დაემატა Switch-ი ეგ მაკროები. ახლა ეგრე ვერ უნდა მომეწონოს, ანუ საოცარი რაღაცა. არ ვიცი ასაკაცებს. ანუ მაკროთი შეგიძლია კოდი დააგენერირო runtime-ში. და compile time-ში უბრალოდ. source generator-ზე. ნუ ჩავთვალოთ, ეგრე ოღონდ ეს ცალკე გამოდგმული არ არის რა, ანუ შეგიძლია შენი ხო, source generator-ები ალბათ ყველაზე ახლოს არის ყველაზე მაგასთან. ახლო მაკროსთან რა. და რაღაცა boilerplate შეგიძლია საერთოდ აღარწერო რა. აი მაგალითად builder pattern-ი შეგიძლია დააგენერირო მაკროთი თავზე დავაწერო. სტრუქტურას შექმნი ან კლას თავზე დააწერე builders და ის შენ რა პროპერტებიც გაქვს ამოიღებს და შეგიქმნის დაგენერირებს ფუნქციებს, builder ფუნქციებს და შო ან წამში აკეთებ აგენერირებს რაღაცებს. გიორგი, tweet განვითარების ამბავში, ანუ კი, გასაგებია რომ ყოველთვის ათვალიერებ სოთქსელებს ისა. აი მაინც შენი საყვარელი მიდგომა რა არის წინსვლისთვის რა? აი თუ თქვათ საუბარია ახალ ტექნოლოგიაზე და რაღაცებზე, ხო, ოკეი, რა დოკუმენტაცია, იქ რაღაცა ტრენდებს თვალი ადევნო, მაგრამ თუ თქვათ უფრო დახვეწილზე, აი წიგნების ამბავში როგორ ხარ? აი ეს მაინტერესებს ძალიან რა.
ან როგორ გაქვს დაგეგმილი ეგ ამბავი რა ძირითადი იდეა ეგ მეგა ძირითადად ანუ ყველაფერს ხო ვერ ისწავლი მაგრამ ჩემი ასე ვთქვათ ის არის რომ მიდგომა არის რომ ანუ იცოდე რეები არსებობს რომ როცა დაგჭირდება იცოდე რომ ის რაღაცა გჭირდება და მე ისწავლი ასე ვთქვათ იმ რაღაცას ხო ანუ ნუ სიახლეებს და ბლოგპოსტებს და ასე შემდეგ ამ აქედან ეცნობი დაუშვათ იცი რა არის ანუ საერთოდ ეგრეა ხოლმე თავიდან არაფერი რო არის ნუ იცი რომ არ იცი არაფერი მე რაღაცებს რო ისწავლი გონია რომ ყველაფერი იცი ეგრე შუა ეტაპი ხო ეგრე შუა ეტაპი და მე აღმოჩენ რომ ბევრი რაღაცა არის რაც არ იცი მაგრამ იცი რომ ის რაღაცა არ იცი ხო ანუ ასე ვთქვათ ანუ თავიდან არის ანუ unknown-ები და მე ეს unknown-ები ხდება ნაცნობი unknown-ები რომლებიც იცი რომ არ იცი მაგრამ იცი რომ არსებობს და იცი რომ შეიძლება ხო და იცი რომ თქვათ თუ ეს რაღაცა გჭირდება უნდა გამოიყენო ეს თუ ეს მეორე რაღაცა გჭირდება უნდა გამოიყენო ის და არ დაიწყებ ველოსიპედის გამოგონებას და ასე შემდეგ რა და ანუ თვალსაწიერის გაფართოება არის ჩემი აზრით ძალიან ნიშნულოვანი რა ანუ შეიძლება თქვა რაღაცა არ იცოდე სიღრმისეულად მაგრამ რო არსებობს უნდა იცოდე იმიტომ რომ როცა დაგჭირდება მიხვდები ხო ან თუნდაც ბიოლოგიურად შეიძლება გამოგადგეს ავი ნებისმიერ გასაუბრებაზე შეიძლება რაღაცა თქვა და შეიძლება ეს ხელზე არ გიწერი არ გამოიყენებ მაგრამ იმ წაკითხული რო გექნება ჩაურბად ორ ენაზე აუხსნი რა არის და როგორ მუშაობს ამიტომ რა ყოველთვის ვცდილობ ხოლმე რომ ნუ ანუ ეხლა ძალიან ანუ ბოლო წლებში Microsoft-ის ოფიციალური .NET-ის ბლოგიც ძალიან კარგი გახდა ხარისხის მხრივ და ხშირად იდება ახალი ბლოგპოსტები და დოკუმენტაცია ძალიან გაზარდეს სხვათა შორის დოკუმენტაციას გაზარდეს კი ხო ჩაშალეს ბევრი რაღაც კი და ეს ანუ ადრე ის ვიდეო რო ახსენე ანუ ეს community stand-up-ები ესეც ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით რა იგივე entity frameworks-ზე თვითონ C#-ზეც და სხვა მიმართულებებით რა ASP.NET-ზეც სადაც რაღაც მოწვეული სტუმარი ყავთ ხოლმე და რაღაც framework-ზე ან ახალ დამატებულ feature-ზე ლაპარაკობენ ხოლმე და ანუ რავი ძალიან გაზარდეს ამ .NET-ის დოკუმენტაციის ხარისხი ამ ბოლო წლებში შვენიერი მე რა მაინტერესებს შენ ეხა ხარ როგორც ვახსენეთ software architect ბევრი მაგალითად მეც რო ვიწყებდი ანუ სულ მაინტერესებდა ხოლმე ზოგადად მაგროლის ну ალბათ გააჩნია კომპანიას გააჩნია სათხარ და ყველგან შეიძლება სხვადასხვა responsibility-ები გქონდეს მაგრამ კონკრეტულად ბევრი ადამიანს გონია რომ მაგროლზე როცა ადის კოდთან ესე ვთქვათ შეხება ძირითადად არ გაქვს და უფრო გაქვს დაგეგმვასთან კომუნიკაციასთან UML დიაგრამების ეგრე გონია თიდიაში მაგრამ მე ვიცი რომ ეგრე არ არის უბრალოდ მე მაინტერესებს შენი გადმოსხედიდან რა მაგროლზე ხარ და უბრალოდ ხალხს რო აუხსნა ანუ რაც daily responsibility-ები რა გაქვს რუტინები რასაც აკეთებ და ძირითადად შენი უმეტესი დრო რაში იხარჯება ამ როლზე და კოდს რამდენად ეხები თუ არ ეხები საერთოდ კი არა ანუ ჩემი აზრით ანუ მაგროლზეც ანუ კოდს თუ არ შეეხე რაღაც პერიოდის მერე საერთოდ მოწყდები იმ სამყაროს და იმდენად ცალკე ანუ იმდენად სხვაგან იქნები რომ ვერ მიიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რომელიც ასახავს ალბათ იმ რეალობის საჭიროებებს ამიტომ ჩემი აზრით კოდის წერაც საჭიროა მაგ პოზიციაზე. ანუ შეიძლება დავუშვათ 50%-იც არ წერო, მაგრამ უნდა წერო რა. ჩემი აზრი ესეთია და ანუ ეხლა ძირითადად ისეთ რაღაცებზე მუშაობთ ხოლმე, რაც რამდენიმე გუნდს სჭირდება, ანუ შეიძლება იყოს რაღაც common functionalis იმპლემენტაცია, რასაც ანუ სხვა რამდენიმე გუნდი გამოიყენებს, ან რაღაცა ისეთი ნიშნულოვანი გადაწყვეტილების მიღება, რაღაც რა მიმართულებით წავიდეთ,
როგორ არქიტექტურული დავგეგმოთ, ხო, არქიტექტურული გადაწყვეტილებები ძირითადად, ხო. ნუ ბიბლიოთეკების არჩევა, რაღაც მიდგომების არჩევა, რაღაც ხო, ძალიან წინ დაიყურებოდა და ხდებოდა ეხანდელი მიღებული გადაწყვეტილება, გადაგიждდება. რა მაინტერესებს, იცი, ალბათ პასუხი მაინც კი არის მაგაზე მეტნაკლებად, მაგრამ მაინც კითხავ, აი ბაზების და cloud-ის ამბავში თუ გიწევს ხშირი აქტიურობა, ასე რომ ვთქვათ რა. რამდენად სწორად არის მაგალითად განაწილებული ბაზა, ასე შემდეგ რა. ბაზებზე, ანუ ბაზებზე როგორც წესი, სხვა თიმები არიან, ვინც უფრო მაგ კუთხით არიან, აი. ანუ DevOps-ების გუნდი არის, ასე ვთქვათ, ამის მიხედვა და ინფრასტრუქტურულ განაწილებას აკეთებს ისე რომ არ გაჩერდეს მე ერთ დღეს. ანუ ძირითადი არქიტექტურა მაინც უფრო ცნობილი არის ჩვენთან სპეისში, ანუ ყველა მიკროსერვისს თავის ბაზა აქვს, ასე შემდეგ და რაღაც ესე ყოველდღიური ისინი ნაკლებად მიწევს. თუ რაღაც გაცხადებული პროექტია იქ. საერთოდ ჯერ პოზიციიდან გამომდინარე, მაინც ძირითადი საქმიანობა არქიტექტურული გადაწყვეტილებების მიღებაა რა, ხო. და სწორი ტექნოლოგიების შერჩევა. ხო, გლობალურად. კი ბატონო. ოკეი. ოკეი. შვენიერი. კაი. ყველაზე მტკივნეულ თემაზე გადავიდეთ ხა. ჩასაუბრებები? ჩვენთვის რაც არის, ზოგადად შენი აზრით როგორ უყურებ თან დიდი ხანია სფეროში ხარ და შეგიძლია არსულიდან ისაუბრო და ეხაც ისაუბრო. აი მაგალითად როგორ ვითარდებოდა და როგორი ჯუნიორები მოდიოდნენ მაგალითად 10 წლის წინ სიტყვაზე ავიღოთ და ეხა. და შენი აზრით გვაქვს თუ არა ქვეყანაში როგორ ვთქვა ტექნიკური შიმშილი არის თუ არა ქვეყანაში. აი მაგალითად ის რომ კიდევ ამასაც დავამატებ ბარემ და ერთიანად გვაქვს ეს რომ აი ძალიან ხშირად აღნიშნავთ ხოლმე მესათვალნიკეს აქ დიალოგისას რომ ძალიან ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალი დეველოპერი გამოჩნდა, იმიტომ რომ ყველას უნდა ესფერო, ყველას აინტერესებს, ამან გააჩინა უამრავი ადამიანი, რომელსაც სამუშაოს დაწყება უნდა და შესაბამისად ხო ხარისხი ალბათ საერთო ჯამში მაინც დაბალია რა, მაგრამ აი შენი პირადი გამოცდილება როგორია მაგ ამბავშიც რა, რომ ეგ ხო ზოგი შეიძლება მაგას საერთოდ არ თვლდეს პრობლემად. ხო, ანუ მე ბევრ ჯუნიორ შეხვედრი ვარ, მათ შორის საქართველოს ბანკშიც იყო ეს პროგრამა რო აყვავდა ინტერნები. ლიდერატორი. ხო, ლიდერატორი. ანუ ერთი კარგი რაც მოხდა ალბათ იყო ეს რომ ანუ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ვინც მოდიოდნენ ყველანი ანუ რა ჩემ დროს არ არსებობდა ეგ უნივერსიტეტი და მანდიდან მოსული სტუდენტები ისეთი რაღაცები ჰქონდათ მასწავლი რაც ეხაც ეგრეა. ხო, რაც სხვებს ანუ თანამედროვე მიდგომები და ანუ თანამედროვეში არ გულისხმობ მაინც გუშინ გამოსულ რაღაცა ფრეიმვორკს, იმიტომ რომ სულაც არ არის ამის ცოდნა აუცილებელი. ანუ ფრეიმვორკები იმდენი ხო გამოვა და მოხდება და ასე შემდეგ. ხო. არა კონდათ ხო, ანუ კონდათ ფუნდამენტი მოკლედ კარგი. ეს იყო კარგი. ისეთი დეველოპერებიც არიან, ანუ ზოგი თვითნასწავლი არის, ვინც ანუ ესეც ანუ რო ფიქრობ ხოლმე ხარ ამ ხელა შესაძლებლობები არის ეხა და მაშინ ანუ ეხა შეგიძლია შეხვიდე YouTube-ზე და შენით ისწავლო თუ მონდომებული ხარ. ხო, შეგიძლია არის Coursera არის უამრავი ანუ თვითონ ამერიკის უნივერსიტეტების ლექციები დევს და შედი და მოусმენი ანუ იმდენად სტენფორდი ხო, სტენფორდი MIT რომელიც ხო შედი და ანუ ძალიან ბევრი შესაძლებლობები გაჩნდა ანუ არც YouTube იყო და არც ინტერნეტი იყო ისეთი რომ YouTube-ისთვის შეხვდებინა. როცა ამდენი შესაძლებლობები გაქვს. დღეს რატო ვიღებ მაშინ ხარისხს? გაი რა თუ შენ თავისუფალ უნივერსიტეტიდან მოდიან ბავშვები რომლებიც ფუნდამენტი იციან, ოკეი. ეგ არის მან დაბარებს ცოტა, იმიტომ რომ ნუ კონკურენცია დიდია და ცოტა მიღება ყველას არ შეუძლიათ. ნუ გაი გამოყავით ეგ ბავშვები არიან რამდენი პროცენტი? 20 კაცი არ არის ყოველდღიურად ხო, ანუ ამ ჯუნიორების თან მანდ როგორია იცი, ანუ
მან მოხდა ძნელია ჯერ ეგრეთ ყოველ შემთხვევაში სხვანაირად ხო სხვანაირად იზრდებიან ის ბავშვები მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ აპრიორში თავისუფალ უნივერსიტეტში უნდა ისწავლო რომ ფუნდამენტები ისწავლა აი ყველაფერი გაქვს დღეს იმისთვის მაგრამ რატო ვიღებთ მაშინ ამდენი ანუ ესეთ დაბალ ხარისხი რატო გვაქვს დღეს ინჟინერიაში პრობლემა სადაა ხო რა გჭირდება ხო ანუ პრობლემა მაინც სად არის მე ვიცი სად არის შენი აზრი მაგას მეც ვიცი რავი პრობლემა ალბათ აქ არის რომ ანუ არაორგანიზებულად სწავლობენ ანუ სწავლობენ ხელობას ასე ვთქვათ და იმიზნით რომ მალე დავიწყო სამსახური მალე დავიწყო მაღალანაზღაურებადი სამსახური კი ანუ მან мотиваცია არის მიზანი გოული რასაც უყურებ და არა мотиваცია იმ გზის გავლა აქედან მომდევნო როცა мотиваცია ეგეთი გაქვს ლოგიკურია რომ ირჩევ ყველაზე მარტივ გზას და ყველაზე მცირე გზას სადაც ამ დისკომფორტის გავლა მოგიწევს რომ მე მალე მიხვიდე იქ და რა თქმა უნდა ყოველს მალე უნდა მაგ გზის გავლა და როგორც წესი ამ მალეში არ ხდება არაფერი ეს იწვევს იმას რომ მაღალი ეგო უჩნდებათ მაღალი ამბიციები უჩნდებათ და რეალობაში ანუ როგორ არის იცი ვიღაცა წარმატებულ ადამიანს რო შეხედა ნებისმიერ სფეროში რა ხო რომელიც ორგანარიანი ხო ანუ რომელიც წარმატებულია ანუ ყველას უნდა რომ ისეთი იყოს მაგრამ იმ ადამიანს რო 5 და 10 წელი აქვს ნათენები იგივე ნავარჯიშევი თუ ასე შემდეგ ანუ ყველას ანუ მეც ახლა ვიღაცას რო ხედავ ანუ რო დავინახო რა პითონიში ან რაღაცაში არის მაგარი მეც მინდა რომ მალე ვიყო ისეთი მაგრამ ციგნები რო იყო თუ გახსოვს learn რაღაცა in 21 days ან რაღაცა ანუ და ერთი სტატია არის აღარ მახსოვს ვისი Google-ის თანამშრომელი არის მგონი გვარი არ მახსოვს რაღაცა learn რაღაცა პროგრამირების ენა in 10 years რა ანუ 10 წელი გინდა ანუ რო ასე ვთქვათ ანუ იმ სტატიის ის იყო რა სათაური და ანუ რო ხედავ წარმატებულ ადამიანს გინდა რომ შენც 6 თვეში ან 1 წელში იყო იქ და ანუ ერთი ის რომ ნუ შეუძლებელია და ანუ არ უნდა დანებდე რა იმიტომ რომ თუ დანებდები ხო ანუ არ უნდა გქონდეს ეს მოლოდინი რა და იცი მანდ მე მაგალითად რო ვიწყებდი ეგ false expectation-ი არ მქონდა ანუ დარწმუნებული ვიყავი რომ ხა ერთ წელიწადში მაგალითად მე ვიღაცა ვერ გავხდებოდი ხა მაშინ იყო მე რო ვიწყებდი მაშინ დარდებოდა ხოლმე Unihacks ჰაკათონები და ეს სპიკერები რო ყავდათ ხოლმე ანუ ყველა სპიჩიზე პირად ვიცოდი ხოლმე YouTube-ზე ვუყურებდი ხოლმე და მაშინ არ მქონია მე განცდა რომ მაგალითად ერთ წელში მე იმასნაირი ვიქნებოდი და დღეს მაგრამ სურვილიც მქონდა არა სურვილი მქონდა იმისნაირი ყოფილიყავი მაგრამ ვიცოდი რომ ამის უნდა მეშრომა და ანუ ხვალდზე არა ბევრს მქონდა ალბათ იმ დროს ანუ ალბათ ყოველთვის უმეტესობას აქვს შეიძლება უბრალოდ ასომთი false expectation-ები უფრო ნაკლები არსებობდა მაშინ იმიტომ რომ დღევანდელ გარემოში ყველაფერი გაქვს გარშემო რომ false expectation-ები შეიქმნას იქ ვიღაცა დაამარკეტინგებს რომ მოდი ჩემთან და აი React-ს გასწავლი და 6000 ლარი გიქნება ხელფასი ძმაო იქით ვიღაცა Python-ს გასწავლის ხო ანუ ცუდი კი არ არის ეს ანუ ბაზარი არის თავისუფალი და რავი მე შემიძლია ამის გამოყენების კურსები გავყიდო და რასაც მე ანუ ეგეთ პროგრამისტებს ყავს თავისი დამკვეთი რა ანუ ყველას ანუ პროგრამისტს ხო საბოლოოდ რაღაცა პრობლემა სჭირს ბიზნესისთვის ხო და რაღაც იმისთვის არ არის რა ქვია ანუ ბიზნეს ასე თუ ისე მაინც არ აინტერესებს შენ ამ ფრეიმვორკზე წერი იმ ფრეიმვორკზე თუ რაინაზე წერს ეგეც არ აინტერესებს რა ნუ აინტერესებს at the end of the day უნდა რაღაცა აინტერესებს იმ ხრივ რომ რაღაცა ესეთ ეგზოტიკურ ენაზე არ უნდა დაწერო რომ მეორე დეველოპერი ვერ იპოვო მაგაზე ვინც გააგრძელებს წერას მაგრამ და ანუ ეგეთ შემსრულებელსაც თავისი დამკვეთი ყავს ვისაც ის ხარისხი აკმაყოფილებს რა კი ეგ ამ რეალობაში მაგრამ შენ მე როცა აი მაგალითად შენი ძმის მაგალითი ავიღოთ ანუ გასაუბრებაზე ანუ თხოვდნენ თუ არა მაღალ ხარისხს ძალიან მაღალ ხარისხს ხო და ანუ რაღაცა პარადოქსი გამოდის რა ანუ თუ მაშინ ეგ არის რომ ყველას ყავს თავისი ის
მაშინ ეგეთ ხარისხს რო ითხოვ, რატო აწიეს ანუ რატო აწიეს თამასა? იმიტომ რომ რიცხვი გაიზარდა და ხო, ანუ ლოგიკურია, მე და შენ როცა გვყავს მაგალითად ბაზარზე 10 ჯუნიორი, თამასა შეიძლება დაბალი ქონდეს ამის აყვანის, იმიტომ რომ ამათიდან ისედაც სხვა გზა არ გაქვს. არა, ისედაც მაგაზე აი კაკასადგან ლიდერატორი ვახსენეთ, როგორც მახსოვს მაგ ლიდერატორზე პირველი პირველი ეტაპი პროგრამირებასთან ასოცირებული საერთო უნარები იყო თუ რაღაც ეგეთი. მას ტესტები იყო ხოლმე. მსგავსად ხდებოდა გასხრილო არა ხალხის ასე რომ ვთქვათ რა. ხო და მე ტექნიკურ გასწავლამდეც რომ მიდიხარ, მე ისეთ კითხვებს გისმევენ ახლა მაგალითად, ხო, ეხლა შეიძლება ინტერნეტზე აყავდეს და უთხრას რომ რავი, სვიფტზე დამიწერე სტეკი. სიტყვაზე ავიღოთ და ის მასა სტეკი არის რა არის. ანუ ვაფშე აზე არ არის. მაგას ხო ვერ დაწერს, მაგრამ რატო გაჩნდა მაგის საჭიროება რომ ეგეთ კითხვები დაესვათ? ესე იგი გამოდის რომ კომპანია დაინტერესებულია რომ ჯუნიორს თუ აიყვანს, მაქსიმალურად აიყვანოს ისეთი, ვისთანაც მე სენიორს შედარებით ნაკლები დროის ინვესტიცია დაჭირდება. ეგ უკვე ალბათ ხო ისო ბიზნესი. აქედან გამომდინარე პარადოქსი სად ვიჭედებით ახლა? ანუ ამაზე ბევრი მაქვს რა ნაფიქრი, ანუ გამოდის სად ვიჭედებით, რომ ჩვენ ყველანი ანუ დამწყებებს ხალხს ვეუბნებით, რომ პროგრამირება მაგარია, ძმაო, მოდი ჩემთან, აგერ გასწავლი, მარტივია, React-ი ისწავლე 1 წელიწადში, იქ რავი, ნუ გადავეკიდე ამ React-ს რა სიტყვაზე ვამბობ რა. React-ის პერი კი არა, სიტყვაზე ვამბობ, ანუ Vue.js-ი ან Angular-ი ისწავლე ამ და ამ დროში. და ყველაფერი მარტივია. მაგრამ მე უცბად ეს ტიპები დაამთავრებენ, ისწავლიან, ბაზარს გავლენ და უთხოვენ იმას. არის რამდენიმე პრობლემა არის რა. ერთი ის რო ისწავლის React-ს, იმან შეიძლება React-ში რაღაცების კეთება იცის, მაგრამ HTML-ი არ იცის ასე ვთქვათ. და მე რაღაცა განსხვავებულის კეთება რო ჭირდება. ვერაკეთებს. ანუ Stack Overflow-ზე იყო ხოლმე ადრე კითხები jQuery-ო პოპულარული იყო, როგორ გავაკეთო jQuery-ში რაღაცა და მე პასუხები იყო ხოლმე pure JavaScript-ში როგორ კეთდება იგივე რა, იმიტომ რომ იმან დაიწყო jQuery-ით, jQuery-ს მეტი არაფერი არ იცის და რაღაცა რო უნდა და გაიჭედება და გამოსავალს ეძებს jQuery-ში, თურმე JavaScript-ში კეთდება ეს მარტივად რა. რამდენიმე ხნის წინ შემხდა Reddit-ზე კითხვა იყო Entity Framework-იდანო ბაზის backup-ი როგორ გავაკეთო. ანუ იმ ადამიანს Entity Framework-ის იქით არაფერი არ ქონდა ნანახი, თორე ხო, მაგას არ იკითხავდი. ხო. ანუ მოკლედ ანუ ის რომ ანუ იციან ის ტექნოლოგია რაც ასწავლეს და არ იცი არა აქვს ფუნდამენტი და ამიტომ რაღაც იგივე განსხვავებული ტასკი რო აქვს გასაკეთებელი იგივე React-ზეც გაიჭედება და ვერ გააკეთებს. მეორე კიდე ის არის რომ ერთი თოქი იყო ადრე მამალაძის Free Union-ში არ ვიცი ყველა ნანახი მოიწვევდა. ანუ სადაც ყვებოდა ესეთ იმაზე რომ ანუ ცოდნა იაფდებაო რა. ანუ მაგალითი იყო დაახლოებით ის რომ ანუ ადრე დაახლოებით ანუ 20 წლის წინ Word-ი და ინგლისური თუ იცოდი მაგარი იყო და სამსახური გარანტირებული ქონდა. ეგ ახლა 2019-ში იყო ეგ თქო. ხო, ანუ მახსოვს, ანუ ადრე CV-შიც მეწერა რომ Word-ი ვიცოდი. ინტერნეტი. ხო და ეხლა ხო მაგას ხო აღარ წერ რომ Word-ი ვიცი, იმიტომ რომ ანუ იმდენად ის გახდა ჩეულებრივი. ხო, ანუ ყველა მიცის. ხო, ანუ კოდის წერაც ანუ Word-ით ალბათ არ გახდება, მაგრამ ანუ ადრე თუ ანუ რაღაც ის იყო, რაღაც მიუწვდომელი და ანუ წილხედრი იყო რაღაც ადამიანების და ხო, მაგრამ ჯერჯერობით ეგრე არ არის. არა, ჯერჯერობით ეგრე არ არის. უნდათ რომ ეგრე იყოს, მაგრამ აი რაღაც დოზით ჩამოვა მაინც, ასე ვთქვათ და მასებში გავრცელდება რა. ხო და მე ხარ რო ფიქრობ ხოლმე Word-ში ხარ რაღაცა скეთება რომ იწევს ხოლმე მე მგონი Word-ი არ ვიცი რა. ხო. ხანდახან ეხა იქ რაღაცა ეხა ის თუ ისა, ანუ Word-ი არ ვიცი, მაგრამ ეხა აი ისე გიორგი მას თქო მაგაზე ერთი მაგალითი მეც გამახსენდა და ასევე Reddit-ი რადგან ახსენე Reddit-ზე გამახსენდა ეგეც რომ ზუსტად Reddit-ზე ერთმა ტიპმა დაწერა რა არ ვიცი ეგ ამერიკელებს ჭირთ რამე თუ რატო ხდება ეგრე ერთმა ტიპმა დაწერა რომ 20 წელიაო C# დეველოპერი ვარო და პირველად მაქვსო ისეთი სიტუაციაო რომ Microsoft SQL-ს უნდა შევეხოვო და რამე რჩევებს ხომ ვერ მომცემ. 20 წელი აკეთებდა VPF-ს. ანუ ეგ არის ჩემი აზრით წარმოუდგენელი რაღაცა რა, რომ წლები გავიდეს და
ერთ რაღაც კონკრეტულ იმაზე იყო და არ მაგის პასუხი არის რომ საქართველოს ბანკში მუშაობდა და 2 აკლის მეტი არაფერი არ იცის. ხო, ის შეიძლება. ან ერთ ადგილას იყო დიდხანს. რავი, მე მყოლი რაღაც გასაუბრებაზე ადრე ვატარებდი გასაუბრებას. კი, მაგრამ როგორ შეიძლება დეველოპერი თქვას თუ კი დატას მანიპულაცია არ გაგიგებია. ადრე მაგალითად ვაკეთებდი გასაუბრებებს, სიშაბზე ვაკეთებდი. ერთმა ადამიანმა მითხრა, მახსოვს, რომ 10 წელი მუშაობდა ამ სფეროში და ის ქონდა რა, ანუ მე თვითონ რაღაც ბარიერი მქონდა რომ მეთქი ანუ 10 წელი შემეშინდა რა ნუ და ერთ-ერთი კითხვა იყო ანუ ნუ სიშაპში ფანკი და ექშენია ხო დელეგატები კი ხო დელეგატები მაგაზე ვკითხე თქო და საერთოდ ნუ გაგებული ეგეთი ბევრია ხო გაგებულიც არ ქონდა ეგეთი ძალიან ბევრი დეველოპერია სამწუხაროდ გაგებულიც არ ქონდა რა იყო განსხვავება ვკითხე რა ფანკსა და ექშენს განსხვავება რა არის მეთქი და რავი არ იცოდა კი აქ მეორე ისიც არის რა ანუ ამ ბლოგებს და ამებს ვკითხულობთ ხო ანუ აქ ჩანს ის ხალხი ანუ ამ ბლოგებს წერს ის ხალხი ვინც არის განვითარებაზე ორიენტირებული რა და ანუ თავიდან მე რო ვკითხულობდი ამ უცხო ანუ უცხოეთს ყველა ეგეთი მეგონა ხო აი იყო ყველა დიდი ფრუსტრაცია აი ამჩილეცი მახსოვს რომ ანუ მეგონა რომ ამერიკაში ყველა პროგრამისტი იყო მაგარი რა და მე რაღაც პერიოდის მერე რაღაც კერძო შეკვეთები რომ მქონდა ამერიკელებისგან ისეთი ნაგავი კოდი მინახავს რომ მე დაჟე დაკურებული ვარ რას იცი აი ნაგავ კოდზე არ ვსაუბრობ მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ინტერვიუები მაქვს ხოლმე ამერიკელებთან ვიდრე ევროპელებთან ანუ საერთოდ სხვანაირი მიდგომები აქვს და ვიტყოდი რომ ევროპული გასაუბრებები გაცილებით უფრო რთულია ხოლმე ვიდრე თქვა ამერიკული აი რაც მე მქონია ყოველ შემთხვევაში მე ამერიკული უფრო ევროპულები მქონია უფრო ამერიკული იშვიათად მაგრამ შემიძლია ვთქვა რომ საქართველოზე 10 ჯერ რთული არის ევროპული საქართველოში ამაზე იგივე მსგავსი ის მქონდა ანუ ეს ადრე ხომ მეგონა მოკლედ რომ იქ ყველა დეველოპერი მაგარი იყო და ყველა ტესტებს წერდა და ყველა სუსტა კოდს წერდა მაგრამ ნუ აღმოჩნდა რომ არ ყოფილა ეგრე და ეს ანუ ორი ლეგასი კოდი ხო ანუ ყველგან არის მოკლედ ყველგან ერთნაირად ხდება მეტნაკლებად 2 წლის წინ კონფერენციაზე ვიყავი ამერიკაში სპიკერი ვიყავი და ნუ მე რაღაც ანუ რო ვესწრებოდი ანუ ერთ-ერთი რაზეც შევედი იყო entity framework-ის ანუ best practice-ები, როგორ ავაჩქაროთ და რაღაცეები რა და ანუ მოლოდინი მქონდა რომ ისეთ რაღაცებს მოყვებოდა, რაც დაუშვათ ან საკუთარი პროექტის გამოცდილებიდან დააგროვა ეს ცოდნა ან რაღაცა და ოფიციალური ფრეიმიდან დოკუმენტაციიდან გადაესწრებოდა. ხო, ანუ მოყვა ქეშირებაზე და ნუ entity framework-ის რაღაც ისეთ ნუ იშვიათ ფიჩერებზე, რასაც დაუშვათ ასად არ მინახავს გამოყენებული, მაგრამ დოკუმენტაციაში წერია რა და ანუ მე მივხვდი რომ ანუ ეს კონფერენციებიც ანუ გათვლილია ისეთ ხალხზე, ვინც არც თავისით არც ამ დოკუმენტაციას კითხულობს, არც სხვა რაღაცებს კითხულობს და ანუ გათვლილი არის ეგეთი მეებზე და იმიტომ არის ეგეთი თოქები იქ, თორე მაგიტომ მითხარით ეგა რომ არ არის აუცილებელი MVP-ობა კონფერენციაზე მოსახვედრ იმისთვის. ანუ თოქი შეიძლება გქონდეს, რომ აიც მოვახვედრო, რომ უბრალოდ ანუ ჩემი აზრით მაგ კონფერენციებზე სიარულის იდეა ის არის რომ კონკრეტული ინდივიდუალური გამოცდილებები ისწავლა. ხო, ეგ ხო, ანუ ნეტვორკინგიც მნიშვნელოვანია მაგის ხო? კი, ნეტვორკინგიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ანუ ჩემთვის უფრო ძვირფასი იქნებოდა ასე ვთქვათ, რომ იმის თავისი პროექტიდან მოტანილი რაღაცები მოეყოლა, ვიდრე რაც დოკუმენტაციაში წერია, მაგრამ სავარაუდოდ არსებობს 10 ისეთი დეველოპერი, რომელსაც ის უფრო საინტერესო იყო, იმიტომ რომ ის იმას არ კითხულობს და ანუ ამ კონფერენციის ორგანიზატორებმაც რა ქნან, უნდა გაყიდონ ბილეთები, ხო? ანუ ამიტომ უნდა ანუ ისეთი საკითხებით უნდა დააკომპლექტონ, რაც უფრო მეტ ბილეთს გააყიდინებს რა. ანუ ისეთი ბეისიკებიც არ უნდა იყოს დაუშვათ ხა რეფლექშენი რა არის და რაღაცები რაც ფართო მასა მიცის. მაგრამ რო იყოს ძალიან advanced რაღაცაზე, იქ იყიდის ალბათ 5 ადამიანი იმას და მაგას ანუ პრობლემა ზუსტად მანდ მოდის, როცა ან დასაწყისში როცა დამწყები ხარ, ყველაფერს კითხულობ რა, ყველაფერი გინდა რომ მაგარი მეც ნელ-ნელა რომ მიდიხარ, უკვე ანუ რაღაცა პეტერნივით გიჩდება, თუნდაც რაღაცა შეხედა, რომ ვიცი თრეშია. და უბრალოდ ვიღაცა რა იმისთვის წერს, რომ დაწეროს.
განამახლა საინტერესოს ამ დღეს მაგ LinkedIn-ზე შეხვიდე, ავი ანუ თან აი გიждები ხოლმე, ვიღაცა მაგალითად იმ დღეს დაწერა გიტის თეშზე ეწერა რაღაცა 5 აპლიკაცი. და ქონდა ბიჭო 170 ლაიქი თუ რაღაცა და შეარები და კომენტარები. მე დავფიქრდი ბიჭო გიტის თეშზე რა უნდა დაწერა ხა ისეთი თეშზე რომ ხალხს გაგებული არ ქონის რავი. და მე ყველაზე საოცრად იყო იცი? ვიღაცას ეწერა JavaScript-ში, ანუ JavaScript-ის screenshot-ი ედო, ერთი variable სახელი ეწერა unique ID, on camel case-ში და მეორე ეწერა unique ID on Pascal case-ში. და სტატუსად ეწერა, ანუ რომელი გირჩენიათ და რატო. screenshot-იც მაგადაღებული ხა მე ვიპოვე და ამოვანათებ. რა screenshot გადავიღე და 125 კომენტარი ქონდა ამ დისკუსიას ბიჭო. ანუ ტიპები არ რჩევდნენ, ანუ სამყაროში სადაც hardware-ი გვაქვს, აი რომ დაფრინავს და software-ს უშვებთ, რომ კლავს ამ hardware-ს და ნელი როა ყველაფერი და 30 წლის წინ hardware-ი არ ქონდა ტიპებს და strap software-ს რო ქრინენ. ანუ ესეთი პრობლემები გვაქვს დღეს და ტიპები ანუ ზიან და ანუ არჩევენ ID-ი დაწერონ და პატარა, ანუ ხო ხტები, ანუ პროსტა რა ანუ რაღაცა ანუ სიგიჟისკენ მიდიოთ რა. მე რაღაცები არა მანდაც. და ერთი ესეთი ანეკდოტი არსებობს, რომ ცუდი პროგრამისტები რო არ იყვნენ, კარგი პროგრამისტებს საქმე არ გვექნებოდა. ხო, ვეღარ ვიქეთ იცო გაიშვეთი. აი მე ბევრჯერ მინახია რომ ანუ პროსტა ანუ მე შეიძლება მე თვითონ ვარ რა ენთუზიასტი და რაღაცა ეგეთს რო ხედავ, ანუ გული მткиვა რა, ანუ ვიღაცას რომ მაგალითად ფეხბურთი უყვარს, სიტყვაზე ავიღოთ ძალიან მაგალითად. ან ფეხბურთის რავი გუნდის ფანი ხარ და ფეხბურთი გირჩევნია? არა, იმ გუნდზე რომ მე ვიღაცა რაღაცა ცუდ სიტყვის რა. ხო რაღაცნაირად ხდება რა მაქსიმუმზე. მე ეგრე ვარ მაგალითად ანუ სფეროზე რა, ანუ დღეს რო ვიღაცა კომპანიები დეველოპერებს რო ხელოსნებივით უყურებენ და შავი მუშასავით რა, ანუ მე ახლა კომპანიის სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ უამრავ კომპანიაში ვიცი რომ ანუ დეველოპერი არის ყველაზე ნაკლებად ანუ ყველაზე ნაკლები უფლება ანუ იმათ აქვს რა, იმიტომ რომ ანუ ეგრე უყურებენ და ანუ ხალხმა არ იციან საკუთარი თავის ფასი რა. რაღაცა ისწავლეს XY-ი, ამ XY-ით მუშაობენ და იციან რა ვიცი დღის ბოლომდე ტასკი როგორ დახურონ რა. Всё, მორჩი. მე ის კომპანიის შესაბამისად გექცევა რა. და იმას არ აქვს პრობლემა რა ვინ. იმისთვის ოკეია და არა, ეგში რაც გვიგვართ LinkedIn-ზე რომ რაღაც სისულელე გამოკითხვებია და რაღაცა, მაგას ძირითადად attention-ისთვის აკეთებენ რა. თვითონაც არ აქვს ეგ განცდა რომ რა სისულელეა, მაგრამ ხო იცი ეგ რაღაც სისულელური რაღაცები სოციალში უფრო მარტივად და ეფექტურად იყიდება. მე მგონი საქართველოს პრობლემა კი არა, ვინ გლობალური. არა, ეგ საქართველოსი არა, ანუ წინაზე იმაზეც გითხარი რა, ეგ რომ მსგავსი პრობლემები რეალურად უფრო გლობალურია ვიდრე საქართველოს. საქართველოსზე უბრალოდ აქ ხარ, აქაურ გარემოზე ხარ მიჩვეულ და შესაბამისად როგორც წინაზე თქვი, შენ ეგ უფრო გტკივა. ხო, ანუ ამიტომ ხო უცხოეთზე გინახავს. ხო, რა მგვიდება. და თან ეხა ამ AI-ის გამოყენებით ეგ ცალკე თემა. მაგაზე ცალკე შეიძლება კიდე. ანუ რა საკეთება ხოლმე დამოღამებული მაგ ანუ ChatGPT რა კონტექსტსაც თავაზობს, ანუ ზოგადად თვალი ისე მიეჩვია, ანუ ასე ვთქვათ დიალექტი აქვს თავისი რა, ანუ წერის დიალექტი აქვს. ძალიან უაზრო ცდილობიან. ანუ შანსი არა წაკითხო ტექსტი რო ვერ მივხვდე რომ ეს ChatGPT-ის ტექსტია. აი შანსი არა. კოდს ხანდახან არა, ანუ მე ვიყენებ რაღაცეებში რა, ანუ ძალიან ისეც არ არის. ცალსახად ისეც არ არის. მე კოდს მაგალითად ანუ ვიყენებ ისეთ რაღაცას, აი ჩემ მეზარება ხოლმე რაღაცების კეთება. copy paste მაგალითად რაღაციდან რაღაც კონტექსტის გამოგლიჯვა და თაგი გადატანა ხოლმე. Visual Studio-ს იყენებ გიორგი? კი. იმიტომ რომ Visual Studio-ს Rider-ი მაქვს მე და Rider-ში ინდა ჩაშენებული. Rider-ის AI JetBrains-ის ის რო ვცადე, მაინც და მაინც კარგად ვერ დაგენერირა რა. ძალიან მომეწონა თან მაგზე რო ვარ, უფრო მეტად კომფორტულია რა ჩემთვის რა. ანუ ყველაზე კარგი მე რაც ვცადე იყო ის Sonari ქვია, არა, Sonari არ ქვია. Cloud-ი? Cloud-ის მოდელის Cloud-ი ყველაზე ჭკვიანი ტექნიკურად. ხო, Cloud-ის მოდელი აგენერირებს ყველაზე კარგ კოდს. და ეხა GitHub-მა დაამატა მაგის, ანუ GitHub-ი აქამდე ხო მარტო OpenAI-ის მოდელებზე იყო თავის GPT-4 და რაღაცეები. ეხა
გითამა სადამატ Copilot-ში დაამატა, კი, ანუ მე არ მღიბე. Visual Studio Code-ში უკვე არის ეს Cloud-ს მოდელი და Visual Studio-ს preview ვერსიაშიც უკვე არის Cloud-ს მოდელი და ფასოა ეს? უფასო არ არის. ფასო არ არის, ხო. ხო, მაგრამ Visual Studio-ში ეგ რა ფიჩერს გადის, უბრალოდ რა ფაილიც გახსნილი, იქვე შეგიძლია დააგენერო რამე რავი, მე მაგალითად დააყოფირო და იმას უთხრობდი და ის Visual Studio. ანუ GitHub Action-ის წერისას Bash-ის წერა მიწევდა და Bash-ის ჯერ სინტაქსი აქვს ისეთი რომ საშინელი და რაღაც შეცდომას რო აკეთებდა, კითხე ეს შეცდომა რატო ხდება თქო და მივაგენი, რატომაც ხდებოდა, ანუ მართლა ისეთი პასუხი გამცა. კიდე ანუ HTML-ში რაღაცის კეთება მჭირდებოდა ჩემ პროექტში და შევალამაზებინე HTML-ი, თან HTML-ში კარგი ის არის რომ ანუ იმ რომ მომცა ეს HTML-ი და გადმოვიტანე, ანუ რაღაცა რო არ მუშაობს, ეგრევე ხედავ რა, ანუ C#-ის კოდს დაგიგენერირებს, სანამ გაუშვებს, სანამ დაადებაგებს, სანამ ისა სხვისი კოდის გარჩევას ისე ჩემი დასტერა მიშენია. ეს HTML-ი რო გადმოვიტანე და ეგრევე რო ჩანს რომ თქვა ეს არასწორია, მე მივწერე რომ ეს არასწორია და უკვე გასწორებული, ანუ შეიძლება პირველ ჯერზე ხანდახან მე კი ხანდახან შემაწუხებელიც ყოფილა ჩემთვის ეგ ის რა, ანუ მაგალითად ქონია ეგეთი შემთხვევა რომ რაღაც კონკრეტული მეთოდის დაწერა მინდოდა რა და მეთოდის სახელი დამთავრებული არ მქონდა და პარამეტრების გადაცემა იმპლემენტაცია დაწერა შევწუხდი და ავდექი და გამოვრთე იმიტომ რომ ცუდად აგენერირებდა იმას ხო ძირითადად შეცდომა ეხლა დამატეს მომდოთ X-კოდში ეგეთი რაღაცა და მოვაშორე მე რაშიც დამეხმარა იყო კიდე იგივე აი DuckDB-ის ტესტებს რო წერდი ანუ იქ ერთნაირი ტესტები მქონდა, ოღონდ განსხვავებული, ანუ ბაზას ტიპებიც აქვს რა, ანუ ინტი ჩაინსერტე, წაიკითხა ის ინტი რა და ანუ 1-2-3 ტესტი რო დავწერე, მე მეთოდის სახელს დავწერდი რომ ეხა მინდა date time-ებზე და ზუსტად დააგენერე date time, ანუ მაგაში ჩვენთან ეგეთი მეხმარება რა. ჩვენთან ეხა დაამატეს, წელს დაამატეს Apple Intelligence-იდან გამოვიდა და ჯერ ეგეთი ჭკვიანი არ არის, მაგრამ რაღაცეებში, მაგრამ მაინც არ დიდად მაინც არ ვიყენებ რა, მაინც მისჩვენია რომ ცალკე გადავიდე იმ ChatGPT-დან Cloud-ის და იქ ვკითხო ხოლმე უფრო კარგად აგენერირებს. მაგრამ მაგალითად ანუ ყველაზე მეტად ხა AI რაციც გამისწორდა, ანუ როგორც იქნა, რაღაც ერთი თვის წინ დავიწყე Sumi, ანუ მე თუ სტატიას ვწერდი ხოლმე Medium-ზე ვწერდი ხოლმე რა. არ მომწონს ეს Medium-ზე, მინდა რომ ჩემი მქონდეს სადაც ვიღაცას ანუ ვეთქვი აი, აქ მომძებნე, ახ Medium-ი არ მომწონს და ბლოგს დავწერე მეთქი და თან დრო მქონდა მეთქი რომ ახალს და ვისწავლებდი თან მეთქი და რა ვეძებე რა ფრეიმვორკზე დავწერა ფრონტენდზე ხო რო დაგუგლო ხო 7 ფრეიმვორკია ვერ გავიგე და ყოველდღე ახალი გამოდის კიდე ვერ გავიგე და მეთქი ხა ავარჩი იმ გარემოთი რომ რასაც ყველაზე მეტი რომ დავუგლავ რა პასუხებედაც ყველაზე მეტი ან AI-საც ყველაზე მეტად ეცვენება და მე გავჩითე ის next-ი რა ანუ next.js ხო React-ია წინ და უკანად Node-ია რა და ანუ თითქმის აი სუ AI-ისთან კომუნიკაცია ясно გარტყმაში არ ვარ იქ რა ხდება. ნუ ხა ლოგიკური რაღაცებს ვიგებ ხა რა მუშაობს, მაგრამ ანუ სინტაქსის დონეზე ხა იქ რაღაცა JSX-ით რაღაცა CSS აგენერირებენ და რაღაცა ჯაუი არ ვიცი ხა და იგას ვაზე არ ვარ. ეგრევე წავ ვეთქვი, აბა ამიხსენი ეს როგორ გავაკეთე და რავი, სამშვენივე, ნუ ხა ბლოგია რა თქმა უნდა, production level code-ი არის, მაგრამ შენ თვითონ გამოიყენებ რა, ანუ საკმაოდ კარგად მეუნებოდა რა როგორ გამეკეთებინა რა. ანუ ეს ერთის ხრი დაეხმარება ჯუნიორებს, ან ხა ჯუნიორი რო ხარ? ჯუნიორი ხარ ცუდია. ორნაირი ის არის რა, ორნაირი. ახლა და თან ცუდია, მაგრამ მე ხა რომ მარტო იმისთვის რომ მინდა რომ უბრალოდ ეგ გავაკეთო, იმიტომ რომ ხა მან პროფესიულ განვითარებას Next.js-ში ხა მე არ ვაპირებ. თუმცა ხა ხო ლოგიკურ რაღაცას სწავლობ ხა და მე რო ფუნდამენტი ვიცი ის ჩემთვის ის რაღაცაა რა. ანუ ერთის ხრი კაი არის, მხრივ ანუ თუ ხარ ჯუნიორი და არ ყავს გვერდზე სენიორი ან რაღაცა ვისაც კითხავ და გიპასუხებს, შეგიძლია ამას კითხო და თუ რაღაც თუდად გიწერია გეტყვის. მაგრამ სუდიც ჩემ დროს მაგალითად მე კოდს წერდი Facebook-ზე არ მერიდებოდა ხოლმე და ვიღაც ტიპებს წერდი ხოლმე დამირევიუე. ინახე ეხლა პირდაპირ შეგიძლია ანუ მიადგე და უთხრა რომ რავი დამირევიუე კოდი. ოღონდ არ ანუ შეგიძლია თან prompt-შიც უთხრა რომ გამზადებული პასუხი არ მომცე როგორ დავწერო მიმახვედრე და რავი მასწავლებლად გამოიყენა შეიძლება შოუ ადრესს პულსი ხდი კი მაგრამ ხანდახან ძალიან თავისებური სტილი და მიდგომები აქვს რა ანუ პრომპტებს თუ დაამოღამებ ანუ ჩვეულებრივად მიახვედრებ რა გითხას და რა არა რა ანუ რავი ყველაფერს გააკეთებინებ როგორც გინდა თან ეხა მით უმეტეს მანდაც უკვე აქამდე რომ მარტო ChatGPT იყო DeepSeek-ი ცადე ხო კი ცადე კი არა SDK-ს წერა დავიწყე Swift-ზე დღეს გუშინ ღამე ჯერ არის გამოსული და იმასთან არ არის
compatible API არა აქვს არსებულ OpenAI-სთან? ხო, OpenAI-სთან. აი ნახე reasoning მოდელი აქვს, ანუ ამ DeepSeek-ის მთელი მუღამი ის არის, რომ რაც საკითხს დაუსმევ, chain of thoughts გიგენერირებს რა და თვითონ თუ თავისივე რაღაცაში გამაზოა, აქ ეკითხება თავისავს და მე ამას ასწორებს. და ბევრად უფრო დახვეწილ პასუხს გაძლევს და ეგ ChatGPT-ზე $200 იღებს, ეგ რო ხო, მე არ მიცდია. და ეგ ქონდა ძალიან დოკუმენტაციაში ძალიან სტრანი იყო რა, ნახე, ჩვეულებრივი ამ DeepSeek-ის ინტეგრაცია რო შენ ენაში გააკეთო, ჩვეულებრივად კლიენტს აწყობდა ელაპარაკები რა, მაგრამ ეს reasoning-ი რო გამოიყენო, OpenAI-ს SDK გჭირდება. და через OpenAI-ს SDK-ი აკეთებ მაგ reasoning-ს. ხო და ხა მაგნაზილზე ვარ, არ ვიცი რატო ხდება, არ ვიცი. თან ბრმად ვაკეთებ, იმიტომ რომ ამ DeepSeek-ზე ხა იმდენად მოთხოვნა, რომ API keys გვერდი სერვერზე, ანუ გათიშეს ვაფშე რა და როაჭერ API key მომეცი არ გენერირებს, იმიტომ რომ ყველა მიადგა. მაგრამ ანუ რას ვეძახი, ანუ ეხა მაგალითად DeepSeek-იც გამოვიდა კონკურენცია მაგათშიც იმდენად გაიჩიტება. რომ ყველა ეცდება რომ შენ უკეთესი პროდუქტი შემოგთავაზოს უკეთეს ფასში. არა, მე იმაზე ვხატავ, რომ აი ამერიკა versus ჩინეთი გაიჩიტა. მე ხა GPT-ც დააგდებს იმის ფასს, $200 ვერ ექნება, ვინ გადაიხდის ორთულს. $6 თუ $2 $6. AI-ით ებრძვიან ერთმანეთს ამერიკა და ჩინეთი რა. მე მომწონს ეგ. იმიტომ რომ აქამდე GPT-ს ვერავინ ვერ აკომპეტიტებდა, ეს cloud-ი კი კაი იყო, მაგრამ სხვა რაღაცებში cloud-ი დებილია. ანუ კოჩი კი ძლიერია, მაგრამ რაღაცა ანუ reasoning-ი რო დაუდო, ანუ რაღაცა ideas polishing-ი რომ ისწე, ანუ ვერა რა. ამიტომ მაგისთვის GPT-ს ვიყენებ ხოლმე და ეხლა რომ ეს გამოვიდა, მოუწევთ ერთმანეთში დახვეწა. კიდე არის ეგეთი თუ გამოგიყენებიათ Perplexity. გამოგიყენებია? ანუ search engine AI-ა რა, ანუ შეგიძლია რაღაცები, ანუ Google-ში დღეს ხო ადრე ხო ეგრე იყო Google-ში რაღაცას მარტივად პოულობ დღეს ხო იმენ რაღაცა დაფიქრდე როგორ დაგუგლო რომ სწორი კონტენტი მოგცეს რა და აი Perplexity ანუ რამდენიმე საიტზე ეძებს და summary-ს გიკეთებს და ლინკებსაც გაძლევს საიდან მოგიძებნის სურს, გაგიერთიანებს ერთ იმაში ინფორმაციას ერთად მოგაწვდის და მე დაბლა ლინკებსაც მოგცემს და ცალკე გადახვიდე რა. ძვირი იქნება რა. არა, ის უფასოდ ის არის. უფასოდ არის და თან ხშირად აღჭირდება ეგეთი რაღაც. ლიმიტი ექნება რაღაც სავარო. ხო, მაგრამ მე ხო ვიყენებ და ძალიან მომწონს. ანუ რაღაცას რო ვეძებ Google-ში მიჭირს უკვე ძებნა, არ ვიცი რატო. ანუ Google-ში რაღაცას რო ეძებ, როგორც წესი 1-3-4 საიტზე ხო შეტი ხარ ხოლმე რომ სხვადასხვა ის მოისმინო ან წაიკითხო რა, სხვადასხვა აზრი რა და მე დასკვნები გამოიტანო იქიდან რაც ნახე რა. ჩათვალე სტატიას გიგენერირებს 4 სურსიდან და ერთ იმაში გაძლევს რა და რავი, ანუ ოკეი. მე მგონი OpenAI-ს აკეთებს მაგას ახლა რა. არ ვიცი, არ მიცდი. ხო, შეიძლება ეს ჩემი ფასიანი ვერსია აკეთებს. მეც ფასიანი ვერსია მაქვს, მაგრამ აი OpenAI მაგაზე რას ანუ მე Copilot-ი მაქვს რა. ხო, Cloud-ი რას თუ ვერ აკეთებს, მაგრამ OpenAI-ზე ახლა დღეს რა გავაკეთე მაგალითად. რაცა ბიბლიოთეკის გამოყენება მინდოდა. მოკლედ ამ ტიპს ეწერა ისეთი საშინელი რიტმი. ანუ იმდენი ძალიან დიდი რიტმი იყო რა და დამეზარა წაკითხვა. და იმას ChatGPT-ს უთხარი რომ ლინკი ჩავუგდე. და მეთქი სამერი ამომიღე მეთქი ამ რიტმიდან მეთქი და პატარა დოკუმენტაცია მომწერე როგორ უნდა გამოვიყენო ეს ბიბლიოთეკა მეთქი და აუ იდეალურად ავი სამხარში ჩამიტია ამომიღე ის ინფორმაცია რაც ჭირდებოდა. Cloud-ის ანუ ლინკს რო ჩავუგდებ, გეუბნება ვერ გავპარსავ ამ ლინკსო რა. ვერ წავიკითხავ და ის Python. არ ვიცი, მე Copilot-ში ვიყენებ Cloud-ს, ანუ რაღაც JavaScript-ის თუ CSS-ის ბიბლიოთეკა მინდოდა და ანუ ვუთხარი რომ ამ ბიბლიოთეკით მინდა რომ HTML-ი დააგენერირო და ლინკი მივეცი. ლინკი მივეცი და კოდი მომცა C#-ის, რომელიც ისეთ იმასაც შეიძლება რა ქნა, იცი? ანუ შეიძლება რადგან იცოდა სახელი ბიბლიოთეკის. ეგ შეიძლება პროსტა შენ რო უთხრა რომ აი როგორ ხან შეიძლება ისედაც იცოდა იმ ლინკის გარშემო. ხო, ეგ არის. იმ კონკრეტული ლინკიდან თქო, მაგას GPT კარგად აკეთებს რა, მაგრამ Cloud-ზე რამდენიმე ჯერ ვცადე და ვერ გავაკეთე. მაგრამ ნუ საინტერესო დროში ვართ, ფაქტია. ნუ ჩვენ დროს რო ყოფილიყო კომპანიები ერთმანეთს ებრძვიან ვინ უფრო ძლიერ AI tools გააკეთებს რა. რავი, კაია რა. კაი არის კი. და ის მაგალითად შეიძლება ხოლმე დამწყებებს განსაკუთრებით იმის შიში რა, რომ ჩაგვენაცვლებენ, ის რაც აბსოლუტური სისულელეა ცხადია. ბევრ რამ მიდგომას შეცვლის და ანუ ისევ ამ ჯუნიორების იმასა და ანუ თუ ყველაფერს მაგას დააწერინებ, ვერ ისწავლი და ვერ ისწავლი კი. ძალიან საინტერესოა. ხალწინ, მაგრამ თუ გამოიყენებ როგორც
ასე მენტორთან, სენიორთან რაღაცა ესეთი მათ მაშინ უშინ დაიდო თუ რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო ვიდეო მე ამოვანათებ. ანუ მე ნეოვიმის გადარეული ფანი ვარ და მაგ კომუნიტის მიყვები ხოლმე და იქ ერთ-ერთმა ტიპმა ნეოვიმის არ ეხება, ანუ AI-ზე ჩაწერა YouTube-ზე ვიდეო, ანუ რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს რა. ოღონდ ხა ეს კონსპირაციულ თეორიებია რომ დაგხოცოს და რაღაცა. ანუ ლოგიკური პრობლემები რა, ანუ ერთად tech ბაზარზე რომ ნელ-ნელა გაიჩნდებიან natural language პროგრამერები რა, ანუ პროგრამისტები რომლებიც კარგ პრომპტს ეუბნებიან AI-ს რა და ამით შეუძლიათ კარგი რესპონსი დააგენერირონ რა და მაგრამ იმის დაბლა რეალურად ფუნდამენტები არ ეცოდინებათ, მაგრამ მე რეალურ დროში კარგად აქვს დასკეილებული იმათ მე ვინც ფუნდამენტები იციან, ანუ ბაზარზე ეს ტიპები გაიჩნდებიან, მე რეალურად ანუ ფასი რა, ანუ ამ კარგი ტიპები შეიძლება უცბად დავარდეს, მაგრამ long term-ში მე რა, ანუ ძალიან დიდი პიკი ექნება, იმიტომ რომ ეგ პრობლემები რო გამოჩნდება, მე ბევრს შეეხება და საგრძნობელი იქნება, ანუ transparency ძალიან გაიზრდება უკვე რა, ვინ არის ნამდვილად კარგი და ვინ პროსტა რაღაცებს აგენერირებს კარგად. და ანუ მე მომწონს ამ დროში შევსებაც რეალურია რა მაგ ამბავში რა რომ წერტილების ანუ ისეთი წერტილების ამოსება რაც არ იციან თქვა და ყოველ შემთხვევაში მაინც მოუწევთ მაგების გარჩევა რა ჯუნიორებს კი ხო რავი ანუ უნდა ვიცი ყველაფერი არ უნდა დააგენერებინო რა ანუ მე რო ვსწავლობდი ჩემი მენტორი მაგრამ მას მე უნდა მოხომე ანუ ეხლა ნუ დაგუგლავ რა და მაშინ ხა მაშინ პასუხისმგებლობა ბევრად რთულია ვიდრე დღეს ანუ დღეს დაგუგლავს არ გჭირდება ChatGPT-ს ეთქვი და მოგწ უფასოსაც იდეშივე ხო ანუ ვაფშე არ გჭირდება რა ხა მე მახსოვს მაქს გადავეკიდე 2% მაქსის დამიწერე ციკლში დაატრიალე მასებში იპოვე მაგას რავი მე რო პროგრამირებას რო ვიწყებ და ვსწავლობდი მაგრამ ეს ჩემი წერდი ხოლმე მაგრამ დღეს მაგას დაწესებული არავინ არ წეს თავისთან ანუ მოვიცი მიპოვე ყველა მარტივი რიცხვი ანუ 1-დან 500-მდე და მიაწეს ეს ფუნქცია და დააგენერებ შო კი ბატონო ეგეთი რაღაცა რა სარგან უკვე ბოლოსკენ გავედით და ჯერ მოიცა სანამ მაგას ვიტყვით ან ძალიან ბევრი გვეკითხება ხოლმე თითქმის ყველა პოდკასტის მერე კითხვას სტუმართან რომელსაც მე ვეღარ ვუსმენთ ხო და მე ვიცი უკვე რომ წინასწარ იქნება და ანუ მაინც კითხავ რომ წინასწარ მე დაგმოვფერდა ეს ხალხი აი დიდად დამწყები გვეკითხებიან ხოლმე რომ აი რას გვირჩევ ანუ როგორ გავხდეთ შენ ანუ როგორ მოვიდეთ მაგამდე ან რაღაცა step by step რას მივაქციოთ ყურადღება რა ანუ რა დავა პრიორიტეტად ეგ რო ვუთხრათ ჩავთვალოთ რომ ბევრი დამწყები გვისმენს რა კი და მე მაგ ყველაფერს ბარემ ისას უნდა მეთქვა მოვაყოლოთ უბრალოდ ის 5 ძირითადი რაღაცა 5 უწევთ 3-ზე ჩამოვიდეთ მოდი იყოს 3 კი ბატონო შეიძლება გამოგველიოს მე იყოს 3 ძირითადი რაღაცა რესურსი ან ციგნი ან თოქი ან ნებისმიერ რამე რაც ახსენდება რაც თვლი რომ სასაკითხავად საუბრობ კაი რა ვიცი ახლა არ ვიცი, მაგრამ ანუ free code camp-ი რო არის საიტი, არის ძალიან კარგი, მე მგონი დამწყებებისთვის. ანუ იგივე HTML, CSS, JavaScript-ით, ანუ კი, არა, ეგ ძალიან დამწყებებზეა საუბარი, ცოტა უფრო advanced ტიპებზეც რომ მივიდეთ რა, რომ აი რას ურჩევდი. მაგას რესურსად ამოვდო, დამწყებებს ურჩევდი просто. დამწყებებისთვის რესურსად, ხო? კი, მაგრამ არა, ნახე, ასე გაიგო. ეგ top 3 რაღაცა. ზოგადად უნდა თქვა, просто ნებისმიერ დამწყებებზე არა. ან თუნდაც სენიორ თუნდაც просто შენ რასაც ვთვლი რომ აი ზოგადად რა ანუ ჩვენ სფეროში კაი რა წასაკითხად ან საყურებლად რა და ის просто დამწყებს რას ურჩევდი ეგ თალკე თქვა დამწყებს რას ურჩევდი ის 3 რესურსი ისე ამოაიღე რა ნებისმიერ აი ზოგად რჩევებს ანუ ცნობის მოყარეობას ანუ რაღაცა რავი, პასუხს რო გადმოვაკოპირებ. ხო, როგორ მუშაობს? როგორ მუშაობს, უნდა გაინტერესებდეს და გინდოდეს რომ გაიგო რა. ანუ შეიძლება სუბოლომდე ვერ გაიგო, მაგრამ ანუ უნდა გქონდეს ის ინტერესი რა. მეორე რასაც ვიტყოდი, არის თანმიმდევრულობა რა, ანუ consistency, ასე ვთქვათ რა. და არ დანებება მოკლედ რა, ეს ერთმანეთთან კავშირში ალბათ რა, ანუ მოდი მივიწისო. ხო, ანუ რაღაც ანუ კიდაც იგივე ანუ სხვაებიც დებენ ხოლმე რომ ანუ
კონტენტ კრეატორები რო არიან, ანუ თავიდან რო დავიწყევ, ანუ 1 წელიო 5 subscriber-ზე მეტი არ მყავდაო, მაგრამ მე უცბად, ანუ ერთხელაც იმავშება, ანუ თავიდან რაც არ უნდა იყოს რის კეთებასაც რო იწყებ, ანუ თავიდან ანუ 1 და 2 და 3 და 6 თვის მერე შეიძლება შედეგი არ ქონდეს, მაგრამ hard work pays off, სადღაც დაარტყავს. ანუ არ უნდა გაჩერდე და ხელი არ უნდა ჩაიქნიო, იმიტომ რომ დაგენანოს ხა ამდენი ხანი თუ აგეთებდი ხა თუ გაჩერდები აპრიორში არა მე ვფიქრობ მაინც რომ მიზანი უნდა გქონდეს რაღაცა რა ანუ აი წეგანაც გიორგი მქონდა დასაწყისში რა რომ MVP-ობა ყოველთვის მინდოდაო ხო აი დარწმუნებული ვარ რომ ქონდა რა მხედველობაში რა ხო YouTube-ს თუ აგეთებდი რა რომ პოპულარული კი ბატონო არა ამიტომ YouTube-ზე არ მაქვს რაღაც მოგადო უფრო საუბარი რა მგონია რომ მიზნის დასახო მაგამ ბავშვი რაღაც milestone-ების არსებობა დამწყების მიზანები ძირითადად არის ხოლმე რომ ანუ დასაწყისში სამშაბათს ხო ნუ ხო ნუ ეგ არის რა რას ვიძახი ხო სამსახური კარგი ანუ თუ გაგიმართლა და ისეთ სამსახურში მოხდი სადაც სხვა დეველოპერებიც არიან და ასე შემდეგ თლათ უკეთესი რა შესწავლი ეგრევე ხო და კიდე ერთი რაც მინდოდა ისედაც რომ ეთქვა და ამის იმას შეესაბამება ანუ ცოტა ეხა ისეთი განათქვამი გამომდეს აი ჩემ დროს ესე იყო და ეხა სხვანა ეხა რო სამარა ანუ მე მაგალითად ანუ პირველ სამსახურში და მერეც ანუ 1-2 სამსახურში ანუ ისე იყო რომ ანუ ყველაფრის კეთება მიწევდა რა ანუ ბაზებისაც მერე იქ ბიზნეს ლოგიკის წერაც ისაფში ვების ნუ ვაინ ვებს მაგრამ მაინც რა თავის საქმეს ხო აკეთებდა და ანუ ეხლა ანუ შეიძლება იმის ბრალია რომ გაიზარდა სფერო რა მაგრამ ანუ არის ანუ რომ მოდიან ანუ ეს ისინი ანუ თავიდანვე იციან რომ უნდათ მარტო მობაილი ანუ მობაილი ისე და ანუ მე ვარ ანუ მობაილის დეველოპერი და ანუ გახედვა არ უნდა იქით და არც აინტერესებს და ანუ შეიძლება არც გახდე ბაზების დეველოპერი რა მაგრამ ანუ ჩემი აზრით ანუ პირველი 2-3 წელი უნდა ყველაფერს მიედმოედოს ცადო კი აგნოსტიკი უნდა ხო მაინც მგონია რომ მაინც ის უნდა ქნა იმიტომ რომ აი ხამე რომ ვიღაცა მითხრას რომ ფრონტი დაწერო შეიძლება გავუჩინო ხო ოღონდ ეგ ანუ რა არა ჩემი არ მინდა და არ მომწონს რა დაგჭირდეს რატო არ უნდა დაწერო რატო უნდა დამჭირდეს მე ბიზნეს ყავს სხვა ტიპი და გააკეთოს იმან და ეხლა თუ კრიტიკული სიტუაცია რაღაცა საშინელება მოხდება მე რომ ეგ არ გავაკეთო ოკეი გავიჭირვებ რაღაც ეტაპი მაგრამ არა მანდ იმაზეა რომ ანუ კი დაწერ მაგრამ სხვა დაწეს მაგას ნახევარ დროში კი ეგეც არის აბსოლუტურად ეს მაგალითად არ ამბობს მე ვამბობ რომ თავიდან უნდა ყველაფერი სცადო და მე თუ გინდა გახდი ვიწრო სპეციალისტი ჩემი მიდგომა ესეთია რომ ფართო გამოცდილება დაგეხმარება რა ყველაფერში აი მე მაგალითად რომ დავიწყე სწავლა ანუ ეს მგონია რომ ეხა ცოტა ხანში მოვლენ პროგრამისტები როდეს მე მარტო if-ებს წერ while-ებს არ წერ აი საშუალება არის სერიოზულად იმიტომ რომ რო ვუყურებ ხომ აი ყველას მაგალითად LinkedIn-ზე უწერია რომ React.js developer ანუ აი სიტყვაზე პირველი ეგ მახსენდება რა ვქნა ანუ როგორ უნდა იყოს React.js developer როგორ ხარ ან JavaScript-ი მაინც თქვი კაცო ან რაღაც ცოტა ქვევით ანუ ისეთი თქვი არა შეიძლება იყო მაგრამ პირველი დღიდანვე არა ხო ანუ მაგას ვამბობ თან მარტო მაგის დეველოპერი აი მაგალითად აი პირველ პოდკასტში თქვი ეგ რა ეხლა რომ მე მაგალითად მშობ რა ვიცი X კომპანიაში და ვარ React-ის ინჟინერი და Ferrari-ში გაიჭდა Angular-ის ინჟინერს ეძებენ Ferrari აუ ვიცი Apple-ი არ ვიცი Google-ი რავი რაღაც როგორ შეიძლება ხარ იქ ვერ გადავიდე მე ანუ თქვა რომ აი მე React-ის დეველოპერი ვარ და Angular-ზე არ დავწერ ხო და მაგაც ხშირად არის ძალიან ბევრი რაღაცა ეს რა რომ იგით მაღალ კომპანიებში ხშირად მოხვედრა გაცილებით უფრო ძნელია ახალე ვიდრე შიდა სამუშაო რა მე ხო просто მაგალითზე ვთქვი ანუ მიზანია მაგალითის ხო რომ რაღაცა საინტერესო თუ მხდება და მე მინდა იმ საინტერესოს გაკეთება იმის გამო რომ იქ X framework-ის მაგალითად Y framework-ს იყენებენ მე რატო არ უნდა შემეძლოს იქ მუშაობა იმიტომ რომ ის Y-ი არ ვიცი თუ მე ვისწავლი ფუნდამენტალს ის X-იც მეწვენება და იმ Y-საც ადაპტაციას გავაკეთებ ძალიან მალე იმიტომ რომ ფუნდამენტალები ვიცი მაგას ანუ ეგ იყო შენი იმის მიზანიც რომ ანუ აგნოსტიკური თუ იქნები და რაღაც თემაში ყველაფერი გეცოდინება
ანუ შეიძლება იყოს React developer-ი სამსახურში და საღამოს წერდა შენდის Angular-ზე რაღაცა, იმიტომ რომ თვალსაჩინო გაიფართო რა და ან ახალს არჩევდე რა უშუალოდ არჩევდე ან რაღაცა არჩევდე. დოგმისტი არ უნდა იყო რა, რავი, ანუ მე მაგალითად ეგრე ვარ, რომ ანუ ყველაფერს ვცდილობ რომ წავიკითხო რა. მიედმოედო. ხო, აი ყველაფერს ვცდილობ, მიედმოედო, რომ რაღაც პონჩი შეიძლება დღეს ხვალ ესე ვერ დავინახო რომ გამომადგეს. და სადღაც რაღაცა აი ისეთში ჩაარტყავთ. აი მაგალითად აი მქონია მაგალითად გასაუბრება, სადაც ისეთი რაღაც უკითხავთ, არა, უკითხავთ რაღაც ოკეი, ნაცნობი, მაგრამ კონტექსტები მომიყვანია ისეთი რაღაცები და მაგალითად რაც მე გაუკვირდა რომ ანუ რა შენ რატო იცი ეგ რა, მაგრამ მაინც სადღაც პლუსი დაგეწერება სადღაც რა, ან შენთვის, ან ზოგად ცოდნაში, ან მაგალითად მე რო დავიწყე სწავლა წეგანმაგასწავლებლი ვერ დაეწევი უბრალოდ ფიზიკურად რა მაგდე რაღაცას რა. არ უნდა დაეწიო. მაგით ჯობია რომ რაღაცები გაიმტკიცო და გაიძლიერო. არ უნდა დაეწიო, უნდა იცოდე უბრალოდ რა არის. ანუ და ეგ ცოდნა მაგას გიხსნა. რაღაცაზე ინჟინერად ტერმინოლოგიაზე არ უნდა გეგონო, სულ ტორტია, ანუ უნდა იცოდე საიდან. ან ძირითადი რაღაცები ოკეი რა, მაგრამ ხო, ანუ რავი, ანუ AWS რაღაცაზე მაგას არ ვამბობ, რა უბრალოდ ფიქრობ მაგაზე, ანუ არ მეთანხმები, მაგრამ ბავშვი რომ რაღაც ეტაპზე მაინც ერთი მიმართულება უნდა აირჩიო. აი ხა მე მაგალითად ხვალ რომ მითხრან რომ React-ზე, რადგან React ვახსენებ ურარჩევ დაწერეო და რაღაცა, არ დავწერე, არ მინდა, არ მომწონს. არა მე ჩვენ ხო იმას არ ვამბობთ რა გინდა რა არ გინდა. ჩვენ ვამბობთ რომ ზოგადი ფუნდამენტალური ცოდნა, აი მაგალითად არ ვიცი. არა მარტო ფუნდამენტზე არ მე ვთქვი, ანუ ფუნდამენტიც და ისიც რომ ანუ სხვადასხვა რაღაცები საერთოდ მე შეიძლება აღმოაჩინო რომ მოგწონს. კი, აი მაგალითად ხა როცა მაგალითად წერ ერთ ენაზე. სულ. და სხვა ენებზე არ გიწერია, არც გადაგიხედია რა. შეიძლება საერთოდ არ იცოდე რაღაც იდეები, რაც ვიღაცებს სხვა ენაში მოუვიდათ. და შენ ენაში გიდი არ არის. ნუ ეგ ალბათ საერთო ჯამში მაინც საკმაოდ ბეზიკ რაღაცების ცოდნაზეა რა. აი მაგალითად ანუ სიღრმეში ვერ გახვალ უბრალოდ რა. სიღრმეში არ მოხდება. აი მაგალითად Swift-ში არის ოფშენალები, ეგეთი თემა. რაც ნალეიბლია მე მგონი იგივე, ხო? ხო, C#-ში, მაგრამ C#-ში ნალეიბლი უნდა გახადო. ტიპი ხო? ესე თავიდან. ტიპს გააჩნია. ანუ ნალი ხო შეიძლება ყველა ნებისმიერ ობიექტს მიანიჭოს C#-ში. გარდა value type-ებისა. გარდა value type-ების, ხო, კლასებს ყველა შეიძლება ნალი მიანიჭო. ხო, აი Switch-ი მაგალითად როგორ გადავედი, ეგ არის პირიქით. ეგ დაამატეს მე C#-ში შეგიძლია, ანუ მიანიჭებ ნავს, მაგრამ კომპილატორის warning-ები მაშინ მე მაშინ არის. ადრე არის. არის ხო და რომ გადავედი Switch-ში, ეგ რეალობა შემეჭრა მეთქი, რატო ვებძოდი, რომ აი რატო შემიძლია. მე რომ მაგ იდეას რო ჩავწვდი, მე მივხვდი რომ ანუ null pointer exception-ი ფიზიკურად ანუ არ უნდა მოვიდიოდეს კი რა ანუ ვერ და C#-ში ზამანიც რო წერდით ხოლმე სულ აი ძირითადი ქრეშების ის ხო null pointer exception და ეს ახლა ძალიან ისი მაგალითია მაგალითად Rust-ში არის ეგეთი რაღაც borrow checking-ი სადაც reference ვერ გადაანიჭებ reference მოკლედ რა ძალიან მათემაა რა ანუ უბრალოდ კონცეფციას გიხსნის რა ანუ და გეხმარება აი მაგალითად სპორტსმენი ხარ და რავი ოპონენტები ყავს ვიღაცები რომელიც სხვა სტილით თამაშობენ რა ანუ იმათ სტილს არ უნდა უყურო შეიძლება მათი სტრატეგიები სიღრმისეულად ვერ ისწავლო და ძალიან სიღრმეებში ვერ ჩაყვე მაგრამ ზოგადად უნდა იცოდე რა ანუ ის რა სტილით ეთამაშება ან რა სიყრმეები შეიძლება საინტერესო სამწუხარო ის არის რომ შენ დამსაქმებელს ზოგადად არ აინტერესებს შენი არც ის არა ეგ რა თქმა უნდა დამსაქმებელზე ანუ უბრალოდ პერსონალური განვითარებისთვის ეგ და ანუ შეიძლება ვერც დააფასოს ასე ვთქვათ რომ შენ ეგენი იცი რა ანუ ზოგადად ხო ანუ ჩემი აზრით რაც უფრო ნაკლებ რაღაცას გააკეთებ რომ დამსაქმებელმა დააფასოს მით უფრო ანუ მითრო სწორად განვითარდები, რომ შეიძლება დამსაქმებელი თხოვდეს საკუთარ სურვილებზე რა გინდა რა. ხო, ანუ ეგ უნდა აკეთო რა, რაც შენ გაინტერესებს უნდა აკეთო რა. დამსაქმებელს შეიძლება უნდადეს Delphi-ზე წერო, მაგრამ ახლა მაგას ხო არ ისწავლო. არა, რა თქმა უნდა. ხო, ანუ შეიძლება იყოს მეორე დეველოპერი, რომელმაც რაღაც basic-ები არ იცის, მაგრამ თავის გაყიდვა იცის უკეთ. და უფრო კარგად ეგ მაგაზე შეგვიძლია ცალკე თემა ჩავწეროთ. თავი როგორ გაყიდო ანუ ისეთი თანამშრომელი მყოლია ერთ სამსახურში რომელმაც აი C#-ზე ისეთ კითხვებს სამდა რომ მაგრამ ყველგან იცოდა მუშაობას ხო ნუ სკილია ჩოლო სკილი ანუ იმას კი ანუ ეგ მხოლოდ დეველოპმენტში ყველა პროფესიაში ანუ ყველგან არის ეგეთი რა თავი უნდა გაყიდო მაგის რომ უნდა თქოს
გასაუბრებზე მით უმეტეს შეგვიძლია. ხო, და ნუ ალბათ იქ მეორე მხარესაც ისეთი ხდებოდა თავისნაირი ვინც. ან რომელიც უბრალოდ მარტივად იმაში ყובה თამაში და ან ეს იყო ძალიან კარგი ისა, ან მეორე მხარესაც ვინც იყო ის ადვილად ბოლდებოდა რა. ოკეი. და ეხლა დაგვრჩა სამი ძირითადი რაღაც, რასაც ურჩევდი Advance ხალხზე მაქვს უფრო გათვლა რა. მათგან დამწყებებზე ბევრი ვისაუბრეთ, მგონია ბევრად ღირებული იყო ეს. სტატია, ციგნი, თოლკი, ვიდეო, ნებისმიერი კონფერენცია. შევესწრებით რომ ამოვანათოთ ეგ. ეს ზოგადი რჩევა თუ შეიძლება ეს არის რომ ანუ unit testing-ი, ანუ ზოგადად ტესტების წერა. ბრავო. შეიძლება დაუშვათ რაღაც სპეციფიურ ტიპის პროექტებში უფრო მეტი ის მოაქვს ფასი ამ ტესტების წერას ვიდრე ჯოულებრივ იმაში, მაგრამ აი ჩემთვის ახლა ძალიან დიდი კომფორტია რაღაცა კოდს რო შევცვლი, ანუ რომ თამამად შემიძლია კოდი შევცვალო, იმიტომ რომ ვიცი რომ ტესტებს გავუშვებ და თუ რამე შემეშალა ეგრევე ხო, თუ რამე გავუშვებ და ეგრევე გამოჩნდება 5 წუთში რა. ანუ ადრე პროექტებში ბევრჯერ მქონია რომ ხედავდი რომ რაღაცა ცუდად ეწერა, მაგრამ მეშინოდა იმის შეცვლა, იმიტომ რომ უცბად კაფე წითელი X-ი მოვიდა, ხო? ანუ მეშინოდა იმის შეცვლა, იმიტომ რომ CI/CD თუ ქონდა და მოვიდა და კიდე კაი, მაგრამ თუ ხო, არ ვიცოდი რას გააფუჭებდა, ხო. ტესტერი რეგრესიონ ტესტი ჩავატარე, რომ ავი, რამე არ გაგვეპაროს. ხო, და ანუ ძალიან დიდი კომფორტია მოგეთ ეს safety net რო ქვია ასე ვთქვათ, რომ ანუ თამამად შეგიძლია რაღაცა შეცვალო და არა მარტო ეგ ანუ ტესტების წერას რო იწყებ რეალურად მე სხვანაირი კოდის წერასაც იწყებ. ხო, ეგეც რა, მაგრამ ხო, ანუ ბენეფიტი ბევრი აქვს მოკლედ რა. ერთი ეს რესურსები, რა ვიცი, ცოტა ისეთი სპეციფიური რესურსი არის. აი ეს სპეციფიკური. ესეთი წიგნი არსებობს და მე მგონი ლექციებიც არის რომელიღაც უნივერსიტეტის YouTube-ზე სქემა არის ესეთი ენა Lisp-ის ერთ-ერთი დიალექტი არის და ამ წიგნის ტუტორიალი არ არის, უბრალოდ ამ ენას იყენებს მაგალითებისთვის რა, ანუ ენა არის კურსი არის SICP ქვია მგონი structure SICP არის მგონი skin მიეწერე და ლექციები უნდა იყოს structure შეიძლება იყოს დამინუტო და მე ამოვანოთ. ანუ წიგნიც არის და MIT-ის ლექციებიც არის მგონი, ანუ ისეთ რაღაცები რაც ყოველდღიურად არ დაგჭირდება, მაგრამ ანუ სხვანაირად შეგახედეთ, ხო, სხვანაირად დაგანახეთ. მაგას მომწონს, ანუ იგი მომწონს უბრალოდ მაგაში. შვენიერი და კიდე რა ვიცი, რადგან მაინც .NET-ის ის არის. ადრე იყო, ეხლა არ ვიცი ეგ ვიდეოები სად არის, channel 9 იყო Microsoft-ის ის, სადაც იდო advanced ვიდეოები, ანუ მარტო .NET-ზე არა, ანუ ბევრ რაღაცას წერა. მე მგონი დაარქივეს ეგ საიტი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ სადმე იქნება ეგ. ეს channel 9 შოუ არის Microsoft-ის მოსწოს. კიდე აი 32 ვიდეო ეხლა გასწრაფე პლეილისტია channel 9-ის. ხო. სულ რაღაცეებია, ბევრი field job-ი რომ იმაშებოდა ხოლმე ხშირად ძალიან სტუმრად. ხო, ანუ ისეთი senior თანამშრომლების, ანუ რაღაც ისეთ შეკრების ადგილი. ხო, ისეთ რაღაცებზე ლაპარაკობდნენ ხოლმე ხანდახან, რომ ვერც გაიგებდი რაზე ლაპარაკობენ, მაგრამ მივხვდებოდი, რომ აი რაც. კი. ისა, ხო. კაი, რავი. აი, გავიდეთ ასულისკენ. კი ბატონო, საინტერესო იყო გიორგი სტუმრობისთვის. და სანამ დავამთავრებთ, კიდევ მინდა ჩვენ მაყურებელს ვთხოვო, რომ მეტი мотиваციისთვის სულ რაღაც დაგვალა იქეთ მეგობრებო. ხო, და დაგვისაბსკრაიბდით, იმიტომ რომ დაახლოებით 200 კაცი გვაკლია, რომ 2000 საბსკრაიბერი გვყავდეს.
დიდი ციფრია 2000. 10000-ზე გიგზავნიან მე მგონი იმ რაღაცას YouTube-ის 100,000-ზე, 1000-ზე არა. 100,000 დინამიტანი ადრე. ნუ ეხლა მე მაინც რეალობას თვალს უსწორებ და ვფიქრობ რომ 100,000-ზე ალბათ ვერავთ ჩვენ ისეთი სახის კონტენტებს, თუმცა არის შანსი, იმიტომ რომ ვიღაცებს მე მგონია რომ რეალურად ამ მსგავსი ტიპის TikTok-იან რამე საქართველოში არ არსებობს ყოველ შემთხვევაში რა. ან მაგის ამბიცია ნამდვილად გვაქვს რომ ხარისხს მაღალს ვდებთ ყოველ შემთხვევაში. კი, მაგრამ თელი მუღამი არის ის რომ ენთუზიაზმს ვაკეთებთ ვიღაცებს ანუ არავის ანუ რაღაცის მოგებას არ უბრალოდ მოტივაცია ბევრად მეტად გამეზრდება მე. კი, როდესაც მე და თორნიკე ეს ყველაფერი დავიწყეთ თავიდანვე უბრალოდ საუბარი იყო იმაზე რომ ორი რაღაც მეგობარი ვართ, გვინდა რომ ვილაპარაკოთ ამ თემებზე საჯაროდ, იმიტომ რომ მსგავსი რაღაც არ არსებობს და ეს ყველაფერი უბრალოდ იყო სურვილი იმისა რომ ამ თემებზე ისედაც რა, ანუ საინტერესო ადამიანს ისედაც ხო დაელაპარაკებოდი სხვაგან და ეხლა ბარემ ჩაიწერა ხო ხდებოდი მე ინჟინერსთან დეველოპერს რაღაცებს ვეკითხებოდი ხოლმე ისიც მეკითხებოდა აი ბარემ ასე რომ ეს რაღაცა პატარა ჰაბი თუ რაც ქვია შევქმნით TV show და არა ვითარი ის არა გვაქვს რა რომ რაიმე მოგება და რაღაცა რა თქმა უნდა მომავალში კარგი იქნებოდა ზოგადად რა მაგრამ ხო რეალისტები უნდა რეალობა არის ეგეთი და ხო ამ ყველაფერს ჩვენივე ხარჯები ჩვენ ხა ევროპაბეთი არ მოდიოდა გაფინანსო ბევრი ლაპარაკობდა და გამოგვიწერეთ ხო გამოგვიწერეთ ამ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხარჯები იმას რო უთხრა რეაქტის კურსები ვისაც აქვს რო რეკლამები ანუ რამოდენიმე აკადემიამ შეუმთავაზა უბრალოდ ცუდმა არა უბრალოდ ანუ არ არის ეს ჩვენი სტილი რომ პრინციპულად არ მინდა რომ აკადემია არა შენ არ გინდა რომ იმასთან ასოცირდებოდი ასე ხო შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რომ იმას უწევ ხო ანუ განა იმიტომ რომ ვიღაცას ვერჩი უბრალოდ ანუ აკადემიებთან არ დავსწავლე არ ვიცი იმ აკადემიებში ანუ ეს არავინ არ ვიცი რას ასწავლიან რა და რამდენად არ ვიცი შეიძლება დღეს კარგად დასწავლიან და ზეг შეიძლება ხარისხი ააფუჭონ და მე ანუ და მე ზოგადად რა და თუ დაუმატებთ იმას რომ რაოდენობა ბევრია ამ აკადემიების მივიღებთ იმას რომ ანუ პიროვნულად უბრალოდ ვთვლი რომ ადამიანს როცა ანუ ხე მე შეიძლება შენ რაღაცაში დაგასაქმო და ფულში მოგატყუო და ცოტა გადაგიხადო მეტი გამუშაო ეგ ცალკე სახის ბოლოტებაა მაგრამ მე შენ რომ ფულს გართმევ რომელზეც შენ ბავშვი ხარ თან შენი მშობელი უცხოეთში ამ ფულის გამო მუშაობს და მე შენ არაფერს არ გასწავლი და გატყუებ რომ გასწავლი კოშკებს აგებ იმას ხო აი ეგ ცალკე სახის ბოლოტებაა და მე ვინც მომწერეს ხა ისინი ძალიან კაი ტიპები არიან ოკეი ვენდობი მაგრამ მაინც არ მინდა რომ აკადემიებიც დავიწყოთ სპონსორშიპი ამიტომ სამომავლოდ შეიძლება მაგრამ ჯერჯერობით საერთოდ არ მინდა რომ ვინმე სპონსორი ყავდეს იმიტომ რომ მაინც შეიძლება ცენზურა დაგვადონ ან გითხარ რომ ამაზე ილაპარაკეთ იმაზე არ ილაპარაკოთ მე კიდე ჯერჯერობით მინდა რომ მაქსიმალურად ენთუზიასტურად მივუდგე ამიტომაც ჩვენი სპონსორობა იქნება ამ შემთხვევაში და ლაიქება და subscribe ხო მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგის და შევხვდებით ერთ ეპიზოდში